საღამშვიდობისა, მე ვარ აბსანძე სახლიდან და პარასკევობით 22 საათზე აქ სხარბი მედიაზე საგულდაგულოდ შერჩეულ რესპონდენტებთან ინტერვიუებს წარმოვიდგენთ. დღეს ჩვენი სტუმარია დავით ჩხეიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი. მადლობა დავით, რომ დაგვთანხმდით ამ ინტერვიუზე, ჯერჯერობით ექსპერიმენტია. მეორე სტუმარი ხართ დღეს. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. განსაკუთრებით დიდი მადლობა, რომ იმიტომ რომ ვიცი არ ხართ მთლად მწყობში, დღეს ის ვირუსი გაქვთ, რომელიც არ არის მაინც და მაინც ახარბიებო და ბევრს სჭირს ჩვენს ირგვლივ. წელიწადზე მეტია ყოველდღე რუსთავაზე ხართ. შეკითხვას თქვენი ამ ასე ვთქვათ გაჯიუტების შესახებ და ამ ენერგიის შესახებ, საიდან მოდის ეს გაჯიუტება, ინტერვიუში ერთი შეხედვით პარადოქსულად უპასუხეთ, ციტატას წავიკითხავ. იმან რომ დამთმობი ვარ და ვცდილობ ბოლომდე გავუგო ადამიანს მის სიმართლეში, მის განცხადებაში, განაცხადში, მაგრამ არსებობს ჩემთვის ზღვარი, წითელი ზღვარი, რომლის იქითაც უკან ვეღარ დავიხებ. ყოველთვის ვცდილობდი რომ გაგებით მოვკიდებოდი ამ ხელისუფლების თუ სხვა ხელისუფლებების დათქმას და ბოლომდე მივყოლოდი. მაგრამ როცა ზღვარი გადაილახა, იმის იქეთ აღარ გავყევი. ეს არის ჩემი რბილი გაჯიუტების ფორმა, რომ ამის იქეთ აღარ დაგითმობთ ბოდიში. მაგრამ მეტი დათმობა აღარ იქნება. ამ ინტერვიუს შემდეგ 5 თვე გავიდა, სხვათა შორის ეს არის ბოლო ინტერვიუ იასი, რომელიც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გამოაქვეყნა, სანამ კონტრაქტს შეუწყვეტდნენ. დღესაც გაქვთ ეს რბილად გაჯიუტების ენერგია დარჩენილი. არუთუ მაგ სხვა გამოსავალს საერთოდ ვეღარ ვხედავ. ამას რაც თქვენ თქვით, სიმბოლურად გადმოვცემ, ახლა ყველაზე უფრო აქტუალურ საკითხში, რაც არის ტროტუარიდან გადადგომა. აი სად უნდა გადავდგე ტროტუარიდან, როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ საფეხმავლო ბილიკიდან გადავიდეს, სად შეიძლება გადავიდეს. მე ვფიქრობ, რომ აი სწორედ აი ამ აბსურდამდე ამ რეჟიმის მიყვანა აი ასეთი რბილი გაჯიუტების შედეგია. რეჟიმი შესული არის აბსურდში, მოქალაქეს ეუბნება, რომ საფეხმავლო ბილიკიდან გადადგეს. სად შეიძლება გადადგეს მოქალაქეს საფეხმავლო ბილიკიდან? მართალი ბრძანდებით, ჩვენ მართლა ვიხდება ახლა ერენი იუნესკოს აბსურდის თეატრში ცხოვრება. მაგრამ თქვენს როლს ჩემი ასე შორიდან დამკვირვებლის თვალსაზრისით ხედავთ ამ პროცესში მაინც პოზიტივის შემოტანაში. ამბობთ, რომ ბევრი მოსულა თქვენთან სასოწარკვეთილი და უთქვამთ, უпростоრად მოსულა და უთქვამთ, რომ სასოწარკვეთილი იყავით და გაამხნევეთ. იცით რა არის, ახლა თქვენ თქვით, რომ შეუძლოთ ხართო და მე მგონი შეუძლოთ ყოფნა ფუფუნება არის. გოლდა მეირის სიტყვებია, რომ ისრაელს არ აქვს პესიმიზმის ფუფუნება. მე მგონი პესიმიზმი არის ფუფუნების საგანის, რომანტიზება სიტუაციის და მახსოვს ამას მეუბნებოდნენ ძალიან სასოწარკვეთილი ვარო და ვისგან ელოდებით მეთქი ესე იგი დამშვიდებას ან გამხნევებას. რომ მე მაგალითად სასოწარკვეთილებაში ჩავარდე, ვისგან უნდა ველოდებოდე გამხნევებას. თუ სასოწარკვეთილება დათმობას უდრის ამ ვითარებაში და ომში ხა სასოწარკვეთილება მე მგონი მაინც კაპიტულაციის ერთ-ერთი ფორმაა. ჩვენ ამ წუთას ამ მდგომარეობაში ვართ, სადაც უსამართლობამ არა მარტო ბრუტალურად გაუსწორდა მოქალაქეებს, არა მარტო ასე ვთქვათ უგულებელყო კონსტიტუცია უკვე გეუბნება, რომ არ შეიკრიბო. სინამდვილეში მიმართება, რომ არ უნდა დადგე საფეხმავლო ბილიკზე, არის ბრძანება, რომ არ შეიკრიბო, არ შეხვდე ერთმანეთს და არ გამოხატო აზრი. სინამდვილეში არც არავის შეგვპირებია, რომ ცხოვრება იავარდით იქნებოდა მოფენილი, მაგრამ თლად ამასაც არ ვიმსახურებთ ალბათ, ხომ? აგრესიაზე ლაპარაკობთ ხოლმე. ყორავ მუშაობთ, სუმად. აგრესიაზე ლაპარაკობთ ხოლმე. თქვენ ჩემზე უმცროსი ხართ, ალბათ 90-იანებზე ლაპარაკობთ ხოლმე, მაგრამ არ ვიცი გახსოვს თუ არა ატმოსფერო გამსახურდიას პრეზიდენტობისას. მაშინ ეს პოლიტიკა იმდენად შემოიჭრა ადამიანების ცხოვრებაში, იმდენად პერსონალური გახდა,
რომ ოჯახის წევრებსაც კი შესულდათ ერთმანეთი. მე მაქვს შეგრძნება, რომ ახლაც ამ სახიფათოს გვარს ვუახლოვდებით. თქვენც გაქვთ ეს თუ ვაჭარბებ? მოდი კორა. მე ცოტა უფრო ისტორიულ ფსიქოლოგიურ ჭრილში უყურებ. მე ვფიქრობ, რომ 90-იანების დასაწყისში გაიხსნა ის რაღაცა დაწნეხილი ემოცია, რომელიც 70 წლის განმავლობაში იწნეხებოდა შიშით და ტერორით და როდესაც პირველად იხსნება ესეთი რამე, გაცილებით უფრო დიდი ამოფრქვევასთან გვაქვს ადგილი საქმე. ეს უფრო ესე იგი მოპირკეთებული საფლავების გახსნას გავს ქრისტიანული მეტაფორით. მაგ დროს ყველაზე უფრო მეტად ამოინთხევა ის აგრესია, რაც იწნეხებოდა 10 წლების განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ ახლა ამისი აუცილებლობა და ამის საჭიროება აღარ არის. იმიტომ რომ ქვეყანა თითქმის 40 წელზე უახლოვდება უკვე დამოუკიდებელია, სამყარო გახსნილია და სწორედ ჩაკეტვის მცდელობები, რომელიც რეჟიმს აქვს და ჩვენი უკან ჩაწნეხვის მცდელობები, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ სრულიად წარუმატებელია და წარუმატებელი იქნება მომავალში კიდევ უფრო. მე არათუ საქართველოს უკან არა მარტო საქართველოს უკან დაწნეხვის, არამედ მიუხედავად მისი ავტორიტარული ხასიათისა, რუსეთის საბოლოოდ უკან ჩაწნეხვის ისიც არ მაქვს მოლოდინი. მე არ ვფიქრობ, რომ ასეთ გახსნილ სამყაროში ვინმეს მით უმეტეს დღევანდელ საქართველოს დღევანდელ რეჟიმს კონდეს ჩვენი უკან ჩაბრუნების ძალა. გამოვრიცხავ, მილიონზე მეტი ადამიანი არის თავისუფალი. მთელი ახალგაზრდობა წასულია და აღზრდილია თავისუფლებაში. მათი უკან დამწყდება გამოვრიცხავ პირადად. თან ქართველები ხომ სულ მცირე ბიზანტიის კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ მუდმივად კატაკლიზმებში ვართ, სულ ვცდილობთ დავბრუნდეთ იქ, სადაც ჩვენი ადგილია, მაგრამ აგრესიასთან რომ დავჩერდ. ამავე ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ საზოგადოებამ რეჟიმმა მაინც გამოავლინა თავისი აგრესიული სახე, აგრესიული თვისება და ფიქრობთ, ვის აგრესიულ თვისებას ავლენს, ის ადრე თუ გვიან აუცილებლად მარცხდება. ეს ხომ არ არის თქვენი ოპტიმიზმის საფუძველი ახლა და აქ. გამოავლინოთ ხომ ამაზე მეტი აგრესია რა უნდა გამოავლინოს. იცით რა არის, აგრესია შედეგიანია, როდესაც წარმატებას აღწევს და შიში ინერგება. და ჩვენ დავინახეთ, რომ რეჟიმი ვერ ნერგავს შიშს. აი თუ შეადარებთ თქვენ 28 ნოემბერს 1 წლის შემდეგ, საზოგადოება იგივე შემართებით, ნაკლები იმპულსურობით, მაგრამ იგივე შემართებით გამოვიდა და ისევ, ასე ვთქვათ, დააფიქსირა, რომ არაფერი არ შეცვლილა. თითქოს აი ესეთი შთაბეჭდილება არის, რომ აი რეჟიმმა ვერ დაღეჭა საზოგადოება, ვერანაირად ვერ განაწყო ის ვერც შიშით, ვერც მისთვის სასიკეთოდ. ეს თითქოს არ იღეჭება. ამას ხელს უწყობს საერთაშორისო მდგომარეობა, რომ რეჟიმმა ვერ შეძლო მისი ლეგიტიმაციის და მისი მიმართ ნდობის აღდგენა საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ერთმანეთთან უნისონში სრულიად აუტანელს ხდის რეჟიმისთვის ნებისმიერი პოლიტიკის გატარებას. ეხლა ვაკვირდები მათ განცხადებებს დასავლეთის მიმართ და თუ თავიდან ეს აღშფოთებას იწვევდა, ეხლა ცოტა ღიმილის მომგვრელი გახდა. მათი ეს პაექრობა რაღაც სრულიად რაღაც უძალო, სრულიად რაღაც კარიკატურული პაექრობა დასავლეთთან რაღაც ცირის წამება, რომელსაც არანაირი ის არ აქვს ძალა. პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებებსაც მოისმენდით, რომ თურმეამში ის ყველაზე უფრო აქტიურად ცდილობს, რომ ამითი თავი გამოიჩინოს, მაგრამ სულ უფრო და უფრო კარგავს ძალას. რას ფიქრობთ, რატომ არის ეს მისი ეს ფუნქცია რატო აიღო? მას ჩემს კარგ მეგობრებთან აქვს უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართალი მასწავლე თუ საერთაშორისო ურთიერთობა. ანუ ნახევრად თქვენი კოლეგაა. აი რატომ უშვება ეს ადამიანი ამას თავის თავს? გვერდიდან ვეღარ უყურებენ. ყორა, მოდი.
იცით რა არის, მე მას ვიცნობ საქმიანი შეხვედრაც ქონია მასთან და ის არ ტოვებდა ასე დაბეჭდილებას. რით არის ეს განპირობებული, არ ვიცი, ეს დავალება არის პარტიული, რამე როლი არის, რომელიც მან იტვირთა პარტიაში თუ რა არის, ჩემთვის გაუგებარია. ეს არის ის არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ რასაც ახლა აკეთებს, ამის გულწრფელად სჯერა. იგივე შემიძლია ვთქვა ბატონ ყობახიძესთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვიცი, აი ჩემთვისაც გამოცანად რჩება, რატო აიღო ამ რეჟიმმა ასეთი როლი. იცით რა, კრიზისსაც ცოტა ხელოვნურად მეჩვენება. თითქოს აი ხო შეიძლებოდა განმუხტვა, შეიძლებოდა გადათამაშება ძალების და ასე შემდეგ. აი თითქოს ასეთი კონსოლიდაცია ძალაუფლების ხელოვნურია. მათი მხრიდან თითქოს სრული უარი არის ყოველგვარ მორგებაზე სიტუაციის და რისთვის არის მათთვის ეს საჭირო ვერ ხვდები. ხო, ცოტა გაურკვეველი ისიც არის, უფრო სწორად გაუგებარს ის კონტექსტიც ქმნის, რომ რა და ამ ახალ გუნდს ქართული ოცნების, ქართულმა ოცნებამ ბევრჯერ შეიცვალა მტყავი 2012 წლის არჩევნების შემდეგ. ამათ კორუფციას ვერ დააბრალებ. საიდან მოდის ეს რაღაცა თავგანწირვა ამ გერმანიაში, ევროპაში განათლებული ადამიანებისგან, რომელიც წესით უნდა ხვდებოდნენ, რამდენად დაშორდნენ ახლა იმას, რასაც ასწავლიდნენ იქაურ უნივერსიტეტებში. მე არ ვიცი, მათ სანაცვლოდ რას პირდებიან, შეიძლება ვიღაცა აძლევს დაპირებას, რომ რაღაც ქვეყნის გაერთიანებას შეძლებენ, რაღაცა ურთიერთო ომს ააცილებენ ქვეყანას, რაღაცა ეკონომიკურად გაზრდიან თუ რას საპირწონედ რა არის იმისი ფაქტობრივად ქართული ოცნების მთავარი დაპირება ყოველთვის იყო რომ ჩვენ მოვახდენთ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ისე რომ რუსეთს არ გავაღიზიანებთ და რუსეთთან არ შევალთ კონფრონტაციაში. ეხლა ეს მეორე ნაწილი სრულიად გამოირიცხა, ანუ არავითარ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უკვე მოლოდინიც არ არსებობს, პირდაპირ გვეუბნება დასავლეთი, რომ ამ რეჟიმის ინტეგრაცია ვერ მოხდება, ამ რეჟიმით ინტეგრაცია დასავლეთში ვერ მოხდება. შესაბამისად, დაგვრჩა რუსეთთან არაკონფრონტაციის დაპირება, რომელიც რას გვაძლევს, ესე იგი რუსეთთან არაკონფრონტაცია რას იძლევა? რუსეთთან თანხმობაში ყოფნას სანაცვლოდ რა რჩება, აი გაუგებარია და ამიტომ არის მე მგონი ისინი წინასაარჩევნოთაც იძახდნენ რომ შეიძლება რაღაცა ახალი პირობები შეიქმნას ქვეყნის ხელახალი გაერთიანების რატო არის ასეთი ანტიდასავლური ისტერია ქვეყანაში, რატო შეუწყვით ეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ამდენ ემიგრანტს რამე სპირდება მათ და რუსეთი თუ ასე მოიქცევა თუ რამე რეფერენდუმს გეგმავენ ამ საკითხებზე, რამე არჩევნებს გეგმავენ, აი გაუგებარი არის. მათი მოქმედებები არის ნაკარნახევი გამოუვალობით და შიშით და დადებიც რას გვთავაზობენ არ ჩანს. არც ერთი დადებითი დაპირება არ მოუწიათ. ძირითადად არის რაღაც მაამებლური პოლიტიკა რუსეთის მიმართ ერეკლეს კულტის შექმნა, დასავლეთის ისტერიული ლანძღვა, სრული კონსოლიდაცია ძალაუფლების ავტორიტარულ რელსებზე გადასვლა, ეს რაღაც რუსული სისტემის მაამებლობა არის. ამიტომ იქნება განცდა, რომ ისინი პირდაპირ რუსეთიდან იღებენ ინსტრუქციებს. მე არ მაქვს ამისი უფლებამოსილება და არც ისეთი რაღაც საიდუმლო ინფორმაციები, რომ თქვა იმართებიან თუ არა ისინი რუსეთიდან, მაგრამ განცდა ყოველ შემთხვევაში ასეთი რჩება. რომ ისინი მთლიანად თანხმობაში მოდიან რუსულ შიდაწყობასთან, საგარეო პოლიტიკასთან და რას ელოდებიან ამის სანაცვლოდ, რა შეუძლია რუსეთს ჩვენ მოგვცეს. და კომუნიკაციაც აქვს რუსებთან, აი მაგალითად ყობახიძესთან პაპუაშვილს. მე არ ვიცი, ეს ხო დაზვერვითი ინფორმაცია, არა საიდუმლო, მე ამაზე წვდომა ხა არ მაქვს ამისი თქმის ის, მაგრამ როდესაც ასეთ უნისონში ხედავთ პოლიტიკას, საგარეოს და საშინაოს რუსეთთან, მათ ხო აქვთ ამდენი განათლება და ამდენი აი რას ელოდებიან ამის სანაცვლოდ. რაც გაერთიანებას ქვეყნის, ეს ხო არ იქნება გაერთიანება, ეს იქნება ფაქტიურად მიერთება რუსეთთან. როგორც არ უნდა მოხდეს, მე არ მჯერა, რომ საქართველოში არსებული დღევანდელი სიტუაციით დასავლეთი
რეგიონს დაკარგავს. ამიტომ მე არ მჯერა მათი ამ პოლიტიკის წარმატების. მე არ მჯერა რომ აქედან რეგიონიდან დასავლეთი გავა და ისინი შეძლებენ რომ აქ რუსული გავლენას მისცენ გასაქარი. ამიტომ როგორც არ უნდა განავითარონ ეს პოლიტიკა, ვხედავ რომ რეჟიმი განწირულია. რეჟიმი განწირულია დიქტატურის შექმნის, ან არ შექმნის დამყარების, ან არ დამყარების რაღაცა ფორმით რუსულ ანკლავებთან რეინტეგრაციის შედეგად მგონია რომ ეს რეჟიმი მაინც განწირულია. აქ მე არ ვხედავ რუსეთს კონდეს ისეთი ძალა და პერკეტები, მით უმეტეს უკრაინის ომის შემდეგ, რომ რუსეთმა შეძლო საკუთარი გავლენების აღდგენა. კარიკატურულია ეს ყველაფერი. თქვენ აღნიშნეთ 2012-ში რაც იყო მთავარი გზავნილი. არ ვიცი ეს ივანიშვილის თავში დაიბადა თუ მის მაშინდელ საკმაოდ ძვირადღირებულ ექსპერტებში, მრჩევლებში, რომ კონფრონტაციის შემცირება რუსეთთან ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დასავლეთთან ურთიერთობის ინტეგრაციის გაღრმავება. ახლა ბოლო დროს მთავარი და წარმატებული გზავნილი არის ოღონდ ომი არა, ესეც მუშაობს. არის საფუძველი ნამდვილად რომ ადამიანებს ომის ეშინოდეთ. მაგრამ ახლა გვაქვს ძალიან უცნაური ვითარება. ივანიშვილი არის აბსოლუტურად სისტემის გარეთ. თავის პარტიაშიც კი არ აქვს რაიმე ოფიციალური ისეთი ფუნქცია, რომელიც პასუხისმგებლობასაც მოიცავს, რაღაცა ზემოდან მდგომი საპატიო თავმჯდომარეა. რა შეიძლება მის წარმოდგენაში ხდებოდეს, რა უნდა, რა თამაშს თამაშობს, ალიევობა უნდა საქართველოში, ეს ხო არ არის. თუ ალიევს ელაპარაკებიან, რატო არ მელაპარაკებიან მე? იცით რა, თვითონ ეს არის ტყუილი მთლიანად, იმიტომ რომ მე არ მქონია არც ეს შეხვედრას არ დავსწრები ვარ დასავლელ პარტნიორებთან, რომ მათი სურვილი და მოწოდება არ ყოფილიყო, რომ მაქსიმალურად აარიდეთ თავი კონფრონტაციას რუსეთთან. ეს არასდროს დასავლეთს არ უთქვამს, რომ საქართველოს უნდა შესულიყო კონფრონტაციაში რუსეთთან. ასეთი ღია და პირდაპირი თხოვნა ან მოწოდება მათი მხრიდან არ ყოფილა. ეს ერთი. მეორე შესაბამისად მე მით უმეტეს არ მჯერა იმ გზავნილის რომ ვინმე ოფიციალური პირი დასავლეთიდან მოუწოდებდა დღევანდელ რეჟიმს რომ რუსეთთან შესულიყო ღია კონფრონტაციაში ან ომში. ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარი მოწოდება არის. ეგ მეორე და მესამე არ მჯერა იმისი რომ საზოგადოებას ეშინია ომის რუსეთთან დათმობის და მარტო დარჩენის სანაცვლოდ. ესე იგი როგორ შეიძლება რომ ომის გეშინოდეს და გინდოდეს რომ რუსეთის პირისპირ მარტო დარჩე პარტნიორების გარეშე. რასაც დღეს რეჟიმი აკეთებს სრულიად საპირისპირო არ ამზადებს ქვეყანას რუსეთთან ომისთვის, იმიტომ რომ როდესაც რუსეთი დაინახავს რომ შენ არ ყავს პარტნიორები ხარ მარტო ძალით თუ უძალოდ ჩაგიგდებს ხელში და ამაზე ხა ზედმეტია ლაპარაკი. და აი სწორედ სპეკულაცია მდგომარეობს იმაში რომ გეუბნებია რომ აი დასავლეთი ხომ არ დაგეხმარა და ახლაც არ დაგეხმარება, ამიტომ უნდა დაუწვეთ რუსეთს. ფაქტობრივად ეს არის კაპიტულაციონისტური პოლიტიკა, ანუ დანებების პოლიტიკა არის და მე ამიტომ მათ არავითარი იდეოლოგიური გამართლება არ აქვს. ესე იგი, არა თუ კონფრონტაციაში არ შევიდნენ რუსეთთან, ისინი მობრუნდნენ და კონფრონტაციაში შევიდნენ დასავლეთთან. დასავლეთთან არიან კონფრონტაციაში, მარტო სტოვებენ ქვეყანას რუსეთის პირისპირ, დასუსტებული რუსეთის პირისპირ და გვეუბნებიან რომ ამას აკეთებენ უსაფრთხოების ამოცანებიდან გამომდინარე. ეს არის სრული ოქსიმორონი, ასეთ წინამდებობრივი გზავნილები არის გათვლილი მხოლოდ ალბათ გაუთვითცნობიერებელ ადამიანზე. დაახლოებით იგივე რომ უფასო სწავლას რომ პირდებიან. აი ამოგლეჯილი არის ერთი ფრაზა, რომელიც ასე ვთქვათ, ფართო მახმარების ის არის, აი როგორც ყეტაპოხტე რაღაცა შირპატრეპი ფრაზა არის ამოღებული და გეუბნებიან რომ იქნება უფასო განათლება. ეს ძალიან რაღაცა პროლეტარული ის არის, პროლეტარული პროპაგანდა, რომელიც გათვლილია მასობრივ მოხმარებაზე, მაგრამ საზოგადოება საკმაოდ გაზრდილია იმისთვის, რომ ესეთი მასობრივი რაღაცა სალაფავი მოინელოს. მე არ მჯერა იმისი რომ ვინმე სჯერა რომ რუსეთის მარტო პირისპირ დარჩენა უსაფრთხოების დამატებითი გარანტია ქვეყნისთვის. ეს იმ კონტექსტის
იმ კონტექსტის გათვალისწინებითაც არ გჯერათ, რომ ერთის მხრივ ძალიან როგორ თქვა, ხელობის მხრივ კარგად გამართული და მძლავრი პროპაგანდისტული მექანიზმები მუშაობს, მედიები მუშაობს ივანიშვილის მხარეს, მათი სპარინგ პარტნერები, ჩემი კოლეგები, ამას ვამბობ, იმიტომ რომ მეც ვფიქრობ, რომ ჩემი წვლილიც არის ამ პრობლემაში, რაშიც ახლა ვართ. ეს სპარინგ პარტნერები ანტიპროპაგანდის კეთებისას შეიძლება ვაბნევენ ხოლმე მაყურებელს, მსმენელს. არავის არ აქვს დრო, რომ დღეში 10 საათი უყუროს ტელევიზორს და მერე იქიდან რაღაცა საშუალო არითმეტიკული გამოთვალოს. ამის გათვალისწინებითაც არ გჯერათ, რომ ომის ნამდვილად ეშინიათ ადამიანებს და იმიტომ ირჩევენ ქართულ ოცნებას. იცით რა, მე ხშირად უყურებ იმედს და მათ პროპაგანდისტულ არხებს და იმდენად აბსურდში არის ეს მათი პროპაგანდა შესული, რომ მათთვისაც მგონია, რომ ემილის მომღვრელი იყოს და შესაბამისად არც ერთი მათი პროპაგანდისტული დოქტრინამ არ გაამართლა. მაგალითად, რომ ევროპას ითხოვს კაცების გათხოვებას, რომ რუსეთი იმარჯვებს უკრაინის ომში, ესე იგი, რომ ევროპა არის მათი ესე იგი ძავლი ევროპა არის დასუსტებული და ამერიკის შეერთებული შტატები მიატოვა ევროპა, მიატოვა უკრაინა. ესე იგი, არც ერთი ლოზუნგი მათი, რომელიც მათ შემოიტანეს და დაიწყეს ამ ლოზუნგით ტვინის ამორეცხვა ადამიანებისთვის, ასეთი ესე თქვარი უსტანოვკა, როგორც იტყვიან, აი რაღაც მიდგომა ქართულად. ეს კონკრეტულ მოცემულობაში ჩაგდება. ხო, რაღაცა მოცემულობაში გაგდებენ. ამათ აქვს შიდა კვლევებიც ატარებენ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათი შიდა კვლევებითვე იღებენ ძალიან ცუდ მონაცემებს, რომ მაგალითად კაცი კაცია და ხალი ხალია უკვე სასაცილოდ არ ყოფნის ქვეყანას. ძალიან კარგად ჩანს, რომ ამერიკა გაიწია მხოლოდ იმისთვის, რომ მოახდინოს მეტი კონსოლიდაცია ევროპის და ევროპა ახდენს კონსოლიდაციას, ზრდის თავდაცვის ხარჯებს, უფრო მობილიზებული ხდება რუსეთის წინააღმდეგ. ძალიან კარგად ჩანს, რომ უკრაინა ეს არის უზარმაზარი დანაკარგი რუსეთისთვის, არა მარტო ალბათ საუკუნეობრივი დანაკარგი არის, რომელიც არასდროს არ გახდება რუსეთის მოკავშირე, ის სამუდამოდ მტრად მოიკიდა პუტინის რეჟიმმა და ისრისიც ეშინოდა რეჟიმს, რომ ანტირუსეთი იქმნებოდა, ფაქტიურად თვითონ რეჟიმმა შექმნა ანტირუსეთი უკრაინის სახით. მე არც ერთი წუთით არ მჯერა, რომ დასავლეთი უკრაინას დატოვებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და აგერ ამისი ისეთი უფრო მკაფიო განაცხადი იყო Mi-6-ის ხელმძღვანელის მეტრეველის, რომ არავითარ შემთხვევაში რუსეთს არ უნდა ეგონოს, რომ უკრაინა მიტოვებული იქნება ამ ომში და არც მიატოვებს პრაგმატულადაც რო ვთქვათ, ყველაზე დიდი სახელმწიფო, ერთ-ერთი უმდიდრესი ევროპაში, რომელიც ასეთ ვითარებაში არის რუსეთთან, ის არ დარჩება მარტო რუსეთის პირისპირ, უბრალოდ პრაგმატული საფუძველზე. არავის არ აწყობს ამ ხელა ქვეყნის და ასეთი ქვეყნის დაკარგვა. სულ რომ არ იყოს უკრაინის პატრიოტი და სულ რომ არ ამოძრავებდეს სამართლიანობის პრინციპი. ამიტომ რუსეთმა სერიოზული მარცხი განიცადა უკვე ამ ბრძოლაში და როგორც არ უნდა დახატოს დღეს რეჟიმმა, როგორც არ უნდა დახატოს, რომ რა უმძიმეს მდგომარეობაშია უკრაინა და ამას გადაგვარჩინა ჩვენ. ეს არ არის სწორი. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც უმნიშვნელოვანესია და ზუსტად უნისონში არის 2008 წელს, როდესაც ისინი აბრალებენ დასავლეთს, რომ ის არ დაუდგა საქართველოს გვერდით, სწორედ გადაწყვეტილება მიღებული იყო, რომ საქართველოს არ გაეძლიერებინათ სამხედრო თვალსაზრისით, რადგან საქართველო ვერ გაუძლებდა ომს რუსეთთან. უკრაინისგან განსხვავებით. შესაბამისად, დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი შეჩერებულიყო იმ საზღვრებში, საქართველოში რა საზღვრებშიც არის და ეს პრობლემა მოაგვარა დიპლომატიურად, მათ შორის ევროპის და ამერიკის ერთობლივი თანამშრომლობით. შესაბამისად, საქართველოსთვის ბევრად უფრო დამანგრეველი იქნებოდა აქ დასავლური სამხედრო შეიარაღების შემოსვლა და რაღაც 5 დღიან თუ 20 დღიან ომში საქართველოს ჩართვა, ვიდრე აი ის რაც გააკეთა დასავლეთმა პრეზიდენტების ჩამოსვლით და მოსკოვში პრეზიდენტ სარკოზის ჩასვლით და პრეზიდენტ ბუშის მონაწილეობით. შესაბამისად, საქართველოში ეს კრიზისი გადაიჭრა ბევრად უფრო ეფექტურად, ვიდრე მათ უნდათ რომ გადაჭრილიყო, ასე ვთქვათ,
და უკრაინას მეტი პოტენციალი აქვს და შესაბამისად ის უფრო ძლიერია და შესაბამისად მას სხვანაირი მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ამიტომ დასავლეთის უკან დახევას მე ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვხედავ, ერთ 2008-ში და 2022 წლის ომის შემთხვევაში. ძალიან საინტერესო მოსაზრებაა, მე მგონი ამას პირველად ვისმენ, არავისგან არ მომისმენია აქამდე. მართლა ისიც რაღაცნაირად ნიშანდობლივია, რომ სასაცილოდ ცდილობდნენ დაიგდონ მაშინ ბათუმის პორტში შემოსული ამერიკული კრეისერი და თბილისის აეროპორტში დამждარი სამხედრო თვითმფრინავები. სინამდვილეში ეს არის ის ინსტრუმენტი, რითიც გამოიყენეს. უშუალოდ საბჭოს ხდომაზე კონკრეტულად ქალბატონი კონდოლიზა რაისი იყო წინააღმდეგი ჩვენი სამხედროში ერაგებით ხარდაჭერის. და მისი არგუმენტი ესენი ამბობდნენ, რომ ყალი და პამპერსები გამოგვიგზავნესო და ამის ეს არის პროპაგანდა, რომელიც ერთ შემთხვევაში ასე აბრუნებს, მეორე შემთხვევაში ისე აბრუნებს. ის კრიზისი განიმუხტა მინიმალური მსხვერპლით. და ეს იყო დიდი წარმატება და დიდი მხარდაჭერა საქართველოს. მოვბრუნდით ისევ პროპაგანდამდე. მაღალ პროფესიულად გაკეთებული პროპაგანდა სწორედ ამას ნიშნავს. ნახევარ სიმართლეებს, რაღაცა ცოტა სიმართლე, ბევრი ტყუილი, რომ ადვილად დააჯერო და თან ძალიან კარგად აქვთ ერთი ხერხი შემუშავებული, დასწავლილი და იყენებენ ხოლმე. აი თუნდაც ის რაღაცა ქალია, კაცი, ესეთ თემები რაღაც რომ ამოწურავენ თავის თავს. მე აუცილებლად გამოჩნდება რაღაცა უფრო სხვა, რომელიც გადაფარავს ამას. ამაზე მუშაობენ. კორა ძალიან დაგხვალე, მობრძანდი და დაწექი აქა. ხო, რა ხარაში. ანუ პროპაგანდის როლს თქვენ როგორც ძალიან კარგად ინფორმირებული ადამიანი მაინც ხო არ აკნინებთ. ჩვენი გუნდი კვირაობით წარმოვადგენთ ხოლმე, ახლა უკვე მეორე გამოშვება გვექნება კვირის ტყუილი. და ისეთი საინტერესო შესასწავლია ხანდახან ორივე მხრიდან, ანუ როგორ თქვა, ხოცების პროპაგანდას, როცა ანტიპროპაგანდას თუნდაც ძალიან კარგი მოსაზრებით, ძალიან კარგი სტურვილებით უპირისპირებ ანტიპროპაგანდას, მაყურებელს მსმენელს პროპაგანდის მსხვერპლად ხდი. ხომ არ ჯობს, რომ ამ აკადემიურმა წრეებმა, თქვენმა თანამოაზრეებმა, პროტესტის ლიდერშიპმა პროპაგანდის როლი, საფრთხეთობა უფრო კარგად ღრმად გაიაზროს და თუნდაც პროტესტზე მომუშავე იმ ჟურნალისტებთან, რომლებიც სხვა ბანაკიდან არიან, აქცნას თადოთ და არა აგრესია. კონკრეტულად თქვენზე არ მაქვს საუბარი, თქვენ ისედაც ამბობთ, რომ აგრესიის წინააღმდეგი ხართ. ისეთ რა არის, მე საბჭოთა დროს ერთი გაზეთი გამოდიოდა და ერქვა პრავდა. და რაც სიმართლე იყო იწერებოდა იქ, ანუ წარმოიდგინეთ, გაზეთს ერქვა სიმართლე, ანუ სიმართლე არის ის, რაც აქ იწერება. ეს რო ერთი გაზეთი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 21 საუკუნეში თითოეული ტელეფონი აღჭურვილი არის გაზეთივით და ტელერადიო კომპანიასავით და რა ვიცი, ყველაფერი პირდაპირ ეთერში არის ყველაფერი. მე არ მჯერა იმისი, რომ ვინმე ვერ ფლობს იმ ინფორმაციას, რაც უნდა კონდეს. მე ღრმა სოფლებში შევდიოდი, ხეობებში, ამ ზაფხულში, იქ ვესაუბრებოდი ადამიანებს, ყველაზე უფრო მაღალ აი ხეობაში ღრმად რაც უფრო შეხვალ და ყველაზე უფრო მოწყვეტილ სოფელში საუკეთესოდ იციან რა არის ტყუილი და რა არის მართალი. ხო ვიღაცა თუ იმიტომ არ ამბობს არაფერს, რომ შეიძლება არ მიცენ, მე შეიძლება სოციალური დახმარება მოუხსნან და ასე შემდეგ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ უშუალოდ პირად საუბრებში ყველა გეუბნება, რომ ჯერთი ყველა ოჯახიდან ან ყველადან თუ არა, ყოველი მეორე ოჯახიდან დასავლეთში წასული არის ადამიანი სამუშაოდ, სასწავლებლად და ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს მათთან. ხა იქ თხოვდება, კაცი თუ არ თხოვდება და ეს გარყვნილება ვრცელდება თუ არ ვრცელდება, ნებისმიერ სოფელში გეტყვიან, უკვე არ გეუბნებით თქვენ დიდ ქალაქებზე. ამიტომ ყველა პროპაგანდა, რომელიც მათ წამოიწყეს, დასამარებულია. აი მარტო ერთი BBC-ს ფილმი რო აიღოთ, თქვენ თუ დააკვირდებით იმ ფილმში არც ერთი კადრი არ არის, რომელიც მოპოვებული ექსკლუზიურად.
ყველა კადრი ჩვენთვის საკმაოდ ცნობილი არის. იქ ჟურნალისტებს როგორ ექცევიან, როგორ სცემენ ახალგაზრდებს, როგორ ექცევიან დაჭერილებს და ასე შემდეგ, დაკავებულებს. შესაბამისად, ეს არის მომზადებული ყველაფერი აი იმ ტელეფონებით, რომლებიც დემონსტრანტებს ჰქონდათ, იმ აივნებიდან გადაღებული, მაღაზიებიდან გადაღებული, არ იმალება, როგორც საცერში წყალს ვერ შეაგუგლებ, აი ესე არის მათი პროპაგანდა. შესაბამისად, BBC-მ ეს მაღალ აკადემიურად, რასაც თქვენ ამბობთ, მაღალ აკადემიურად დაახარისხა უბრალოდ, აჩვენა როგორ ურტყავენ დემონსტრანტს, აჩვენა როგორ ურტყავს გედედეს უფროსი ამ დემონსტრანტს. მერე ეს გედედეს უფროსი დააყენა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, ესეც ოფიციალური კადრი იყო. მერე მათთან ერთად დააყენა პრემიერ-მინისტრი და მერე ესენი ყველანი ერთად მივიდა პრეზიდენტის სასახლეში და დააჯილდოებინა ღირსების ორდენით. შესაბამისად, სურათი აკადემიურად დადო BBC-მ და გაავრცელა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაავრცელა და ერთ დღეში აფეთქდა მთელი იმედის პროპაგანდა მათი ეს რაღაც ყალბი იმითი რომ დრონებს გადმოაფრენენ და აჩვენებენ 50 კაცი დგას და დამთავრებულია ყველაფერი. და როდესაც დიდი შეკრებებია და 25,000 და 50,000 ადამიანი მოდის თვეში სამჯერ 13 სექტემბერს, 19 სექტემბერს, 4 ოქტომბერს, 28 ნოემბერს, აი ეს რომ მოდის 10,000-ობით ადამიანი და არაფერი არ შეცვლილა და არსად არ წასულა პროტესტი, პირიქით მათი მდგომარეობა არის, რეჟიმის მდგომარეობა არის უმძიმესი. დღითი დღე სულ უფრო და უფრო აბსურდულ კანონებს იღებენ, სულ უფრო და უფრო კარიკატურულ დიპლომატიურ შეხვედრებს მართავენ. სად არის აქ მათი ძლიერი მხარე? რაში არის მათი ძლიერი მხარე? სხვათაშორისო ჩვენი პირველი კვირის ტყუილი სწორედ BBC-ს თემას ეძღვნებოდა. თქვენ ძალიან გაგმართლებიათ თუ მთაში, ღრმა სოფლებში ასე კარგად ინფორმირებულ ადამიანებს შეხვდით, მაგრამ ემპირია და ემპირიული კვლევებია, რომ ჯერჯერობით ამ ქვეყანაში ინფორმაციის მთავარი წყარო მაინც ტელევიზორია. განსაკუთრებით სტატუს quo ამორჩეველში, რომელიც ოღონდ უარესი არ გახდეს და რაც თუ სუპი იქნება, სუპს შევჭა, ასე რომ იყოს, რომ დავარქვათ ამას. ანუ ეს პროპაგანდა მუშაობს, ნამდვილად მუშაობს. კითხვა რა შემდგომარეობს, უნდა ვკითხოთ ალბათ, ხო? ალბათ, ხო? მეც კი არ ვიცი. მუშაობს, მე ვფიქრობ, რომ ის მაინც უშედეგოა. იცით რა არის, კიდე როგორ არის, იცით რაღაც საინფორმაციო ტექნოლოგიებს შევეხეთ. როდესაც ძლიერი არის რეჟიმი, მაგალითად ყველა სამთავრობო ტელევიზია რაღაცა პროცენტით იტყუება, ზოგი იტყუება 20, ზოგი იტყუება 30, ზოგი 40-ით. რაც უფრო სუსტდება რეჟიმი, ტყუილის ხარისხი მატულობს. მე ვფიქრობ, რომ იმედი თითქმის 95%-ით იტყუება, რაც ნიშნავს, რომ პროპაგანდა უკვე სრულიად ჩამოშლილია და ისინი უბრალოდ უტიფრად ტყუიან, იმიტომ რომ ვისაც მოატყუებენ და ვისაც აწყობს ამ ტყუილის დაჯერება, ხოდის იჯერებს ხა. ევროკავშირთან ურთიერთობა არ არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა არ არის. ამას ხო 6 წერილი მიწერეს ამერიკის პრეზიდენტს და ერთი პასუხი არ მიუღეთ. ამას ხო თვითონ საუბრობენ. მე ხო არ ვიგონებ ამას. რუსეთთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს სანაცვლოდ, თუნდაც რუსეთუმე იყოს ვინმე აქ. ესეც ხო ფაქტია. სად არის პოზიტიური სიგნალი რეჟიმისგან? თუნდაც დადიან ცენტრალურ აზიაში. ცენტრალურ აზია როდის იყო საქართველოსთვის მაგალითი? სახელმწიფოების მოწყობის, საზოგადოების მოწყობის და ასე შემდეგ. როდის იყო ეს მაგალითი? არასდროს. და აი რა ვიცი, აბა სად უნდა დავინახო მათი სიძლიერე ვერ ხვდები ბოლომდე. ხარო იჭერენ ადამიანებს და სვამენ ციხეში 5 დღით და 10 დღით და გამოდიან და 10 ჯერ უფრო მეტ ნეგატივს ღებულობენ საზოგადოებაში და არავის საბოჯამში არ ეშინია, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ სანამ ფიზიკურად არ დაიწყეს ხალხის დაკავება, მაინც გადადიოდნენ ადამიანები და ჰეროიკულად დგებოდნენ გზაზე. ეხლა როდესაც გამოაცხადეს რომ ტროტუარზე აღარ დადგეთო, 5 და 10 იმდენი ადამიანი მივიდა. რა სად იგებენ ვერ ხვდები. რომელი პოლიტიკოსი გატეხეს, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია გატეხეს, რომელი აქტივისტი გატეხეს, სად იგებს რეჟიმი და სად იგებს პროპაგანდა.
როგორ მიგაჩნიათ დაახლოებით რამდენი პროცენტით გაყალბდა ბოლო საპარლამენტო არჩევნები თუ გაყალბდა? მე ამას ვერ დავადასტურებ და სულ არ ყოფ. მე ვერ ვიცი, ვერ გეტყვით ამას, იმიტომ რომ ეს არასამთავრობო ეს ოდირისა და ეუთოს დასკვნები არის და მათ არ მიიჩნიეს ეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად შესაბამისად. მაგრამ აი წარმოგიდგენიათ რომ ამ ვითარებაში 30%-ით გაყალბებულიყო და 30%-ით რომ გაყალბებულიყო ვიღაცა ხო იყო პროპაგანდის მსხვერპლი მივიდა და აირჩია. ჩემი მხრიდან სპეკულაცია იქნება ამის ლაპარაკი რომ რამდენით გაყალბდა ან რამდენით არ გაყალბდა ეს ვერ ვიტყვი ამას. მე ესე არ მიყვარს დაშვება. მესმის თუნდაც არ გაყალბებულიყო არჩევნები, თუნდაც არ გაყალბებულიყო. მათ ისეთი ფუნდამენტური დამანგრეველი ცვლილებები მოახდინეს და იმდენად დაკარგეს საზოგადოების ნდობა, თუნდაც 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ და თუნდაც იმ ბრუტალური აქტების შემდეგ, რაც ჩაიდინეს და თუნდაც იმ სასამართლო პროცესების მერე, რომელსაც ვესწრებოდი და მას სამართლიანობასთან არავითარი შემხებლობა არ ქონია და თუნდაც იმ კანონების შემდეგ, რაც გააკეთეს არჩევნები უნდა დაინიშნოს და უნდა დანიშნულიყო ძალიან ბევრჯერ, მაგრამ არ გაკეთდა. ესეც არის მათი სისუსტის ნიშანი, რომ ისინი უკვე საზოგადოების ნდობას იმედი აღარ აქვთ. საზოგადოების ნდობის დაბრუნების იმედი აღარ აქვთ და სწორედ აქ ჩანს, რომ პროპაგანდა მარცხდება. იმიტომ რომ პროპაგანდა რო ძლიერი იყოს, ისინი შეაგდებდნენ ხელახლა სასწორზე საკუთარ ბედს. და ემიგრანტებს მილიონზე მეტ ემიგრანტს ართმევდნენ ხმის უფლებას და ასე არ დააშინებდნენ ხალხს და ასეთ საარჩევნო კანონებს არ მიიღებდნენ, რომ იქ დამკვირვებელი ვერ შედის და ვერაფერი. ანუ მათი მდგომარეობა იმდენად სუსტია, რომ ისინი იღებენ უარეს და უარეს კანონებს. ამდენ პოლიტიკოს არ დაიჭერდნენ. დაუმტკიცებდნენ დასავლეთს, რომ აი თქვენ მხარს არ გვიჭერთ, მაგრამ მთელი ჩვენი საზოგადოება ჩვენ მხარეს არის. ამას ვერ უმტკიცებენ დასავლეთს. ამიტომ არიან ჩიხში. ისე უნდა დანიშნი არჩევნები, ესენი ვერ ნიშნავენ, იმიტომ როგორც კი დანიშნავენ არჩევნებს თავისუფალს. მაშინვე დაადასტურდება, რომ მათი მოქმედებები არ არის მხარდაჭერილი საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად ჩიხში არიან და უწევთ ვინიცობა მოუწიოთ არჩევნების დანიშნა, რაღაცა რეფერენდუმების დანიშნა, რომ ისე ჩატარდეს ეს არჩევნები და ისე ჩატარდეს ეს გამოკითხვები, რომ მათ ხელში იყოს შედეგები თავიდანვე. სანამ თემას შევსვლით, მოდი ცოტა ხნით დავუბრუნდეთ ძირითადად ევროპაში განათლებულ ლიდერშიპს ახლანდელს ოცნებისას. თქვენ ბრძანეთ და მეც გეთანხმებით, რომ მათ არავინ არ ელაპარაკება. გააფორმეს ჩინეთთან სტრატეგიული ხელშეკრულება, თუ რაც ქვია შეთანხმება, მაგრამ ამან მაინც და მაინც წინ არ წაწია ყოველ შემთხვევაში პრეზენტაბელურად ქართული ოცნებისა და ჩინეთის ურთიერთობა. დასავლეთიდან არავინ არ ელაპარაკება. რუსეთი რატო უნდა დაელაპარაკოს, ალბათ არ ვიცი, ისედაც გარკვეული აქვს ყველაფერი. და ზოგადადაც თუ ვინმეს დასავლეთიდან რუსეთთან დალაპარაკება უნდა პირდაპირ რუსეთს დაელაპარაკებიან და ალბათ არა ბიძინას, რომელზეც ჩამოყალიბებულები არიან უკვე, რომ მათ რუსეთი მართავს. მაგრამ თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, უშნაკვირდებოდით ალბათ ხო სტრასბურგში ევროპარლამენტის ხდომას. ახლა მუშაობთ ჩვენი გუნდი მომდევნო კვირის ტყუილზე და ერთ-ერთი თემა ეს გვექნება ალბათ. მოგეხსენებათ ევროკავშირი ძალიან მრავალრიცხოვანი ორგანიზაცია, იქ არსებობენ მარგინალური ჯგუფები, რომელთაც ფაქტობრივად არავინ არ ელაპარაკება, არ ეთანამშრომლება, მაგრამ წარმოდგენილები არიან, დგანან ტრიბუნასთან, შეუძლიათ სიტყვით გამოსვლა. ყველა, ვინც ასეთი გამოვიდა სიტყვით და პათოსი ჰქონდა, რომ ევროკომისია საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს, იქნა გამოყენებული. მეორე მხრივ, ჩვენი მოკავშირეები ქალბატონი რასა გერმანული CDU-დან იყო მგონი კიდე წარმომადგენელი, რომელიც ლამის დადასტურებულად ილაპარაკეს კამიტზე, რომელშიც ეს ის თემა, სადაც დეტალები უпростоრად ეშმაკი დეტალებშია დამალული. მათ კამიტი არ იყო, ამას არ ადასტურებს BBC და არ ამბობს ასახელაღებით.
ვთქვათ კამიტი არ იყო, მაგრამ ის რაც იყო, ხო ფაქტია, რომ რაღაცა გაურიეს წყალში. ესეც პრობლემაა. ბევრად დამაჯერებელი არ იქნებოდა, რომ ამაზე გაესვათ ხაზი და არა კამიტზე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენს მოკავშირეებს. აი, სწორედ ეს გამოიყენა მერე პროპაგანდამ ამ ადამიანების საწინააღმდეგოდ. ვინ მუშაობს მასთან ახლა აქედან გაქვთ ინფორმაცია, ვინ ბრიფავს? უცხოელებს? ევროპარლამენტს ქვეყნებთან ურთიერთობას ასეთ ვისე დალაგებულია საელჩოები თვითონ ახერხებენ, მაგრამ აი ევროპარლამენტარებთან ვინ მუშაობს ასე შინაარსობრივად. ევროპარლამენტის რეზოლუციები და ზოგადად ევროპარლამენტარების განცხადებები უფრო ემსახურება ზოგადი აზრის ფორმირებას დასავლეთში. ის არ არის სავალდებულო და ის არ არის აღსასრულებლად აღსრულებისკენ მიმართული. შესაბამისად, როდესაც ბევრი ამბობს, რომ აი ევროპელები ლაპარაკობენ, მაგრამ არა უშედეგოდ, ხანდახან ერთმანეთში ერევათ ევროპარლამენტარების განცხადება. ევროპის პარლამენტში გულისხმობდით, ალბათ ევროპარლამენტარები ლაპარაკობენ, მაგრამ უშედეგოდ, ალბათ ამას გულისხმობდით, ხო? ხო, აქ ჩვენთან ამბობენ, რომ აი ევროპელები ლაპარაკობენ, მაგრამ უშედეგოდ. ეს არ არის. ხო, არ თქვით და იმიტომ აგერიათ თქო, წამოგწდათ. შეიძლება იმას კავშირის პრობლემა იყო. ან მე ვერ გავიგე კი. ხო, ევროპის პარლამენტი და ევროპის პარლამენტის წევრების განცხადებები არის ძირითადად მიმართული აზრის ფორმირებისკენ და არა უშუალოდ გადაწყვეტილებებს ემსახურება. გადაწყვეტილებებს იღებს ევროპის საბჭო. შესაბამისად, ევროპის პარლამენტი უფრო პოლიტიკურად ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს. მე არ ვიცი ვინ ბრიფავს მათ, მე იგივენაირად უყურებ ამას, რომ ისინი მთლიანად ჩართულები არიან ამ საკითხებში. თუ იმეს ეკითხებიან აზრს, მე არ ვიცი, რომ ვიცოდე ახლა იტყვიან მე რომ საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობენ და შეიძლება სიცხეს ამას საქმე აღძრან. მე ასე არ ვარ ამ საკითხში ესე ჩახედული. მთავარი არის ის, რომ ისინი ძალიან ახლოს უყურებენ აქ ქვეყანას, ეხლა ვიღაცასთან უკეთესი ურთიერთობა აქვს, ვიღაცასთან ნაკლები, ეხლა ვიღაცა ვახშამზე დაპატიჟებს, ვიღაცა არ დაპატიჟებს, ეს არაფერს არ ცვლის. მთავარი არის ის, რომ საქართველოზე არსებობს ძალიან ცუდი აზრი, მის ხელისუფლებაზე არსებობს ძალიან ცუდი აზრი. ეს რა არის, არ ვიცი რა ხმა, მაგრამ მე მესმის გავაგრძელოთ. მეც ყავს ზაღლი და მისი საჭმელი ავტომატურად იყრება საჭმელი. გასაგები. რეკლამას გაუკეთებდი, სხვა შორის ძალიან კარგი ის არის. საათებით შეგიძლიათ ყვებოთ ზაღლი. ეს ძალიან მოწესრიგებული ზაღლია, კორა, უყრია თავის საჭმელი და ზუსტად იმდენს მიირთმევს, რამდენიც უნდა. ხო, ეგ ის სხვა საკითხია. მოკლედ, რაც შეეხება მოწამლას და რა გამოიყენეს, ესეც გამოძიების საკითხია, მაგრამ როდესაც BBC აკეთებს სიუჟეტს, მას ეს საფუძვლები აქვს. ხშირ შემთხვევაში ეს არ არის ის ტელევიზია, რომელიც საიდანაც ხელაღებით იღებს სიუჟეტებს და ხელაღებით იღებს ინფორმაციას. ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, რომ სანამ ფილმი გავიდოდა, ესეც დასავლური სტანდარტია, მათ მიწერეს დღევანდელი რეჟიმის წარმომადგენლებს, რომ ასეთი ინფორმაცია ჰქონდათ. ბიძინა ივანიშვილს მიწერეს პირდაპირ, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს ბატონო, ასეთი ინფორმაცია ჰქონდა და ხომ არ ექნებოდათ რამე ამის საწინააღმდეგო. ამაზეც არ მიიღეს პასუხი, შესაბამისად ეს გავიდა და ამაზე დაყრდნობით უკვე ბრიტანეთის საგარეო ოფისმა მოითხოვა ხელისუფლებისგან, საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ გამოაქვეყნოს გამოძიების შედეგები. ეს უკვე ძალიან სერიოზული. ბატონ დავით, ესეც თლად როგორ გითხრათ, თლად სიმართლე არ არის, ბოლომდე სიმართლე. საგარეო ოფისმა კი არ მოითხოვა პარლამენტში დაუსვე შეკითხვა მის პარლამენტში დაუსვე შეკითხვა წარმომადგენელს და ამ შეკითხვის პასუხად განაცხადა. ეს არ იყო განცხადება ინსტიტუტის თავად, ხო? ინსტიტუტის არა, მაგრამ ევროპის მინისტრმა მე რამდენადაც ვიცი, ევროპის მინისტრი ესაუბრა მათ შორის აქ საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს არ ვიცოდი. ამაზე მოითხოვა უფრო დეტალური ის. ამიტომ მე არ მგონია, რომ ასე ვთქვათ, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ამით უფრო არ იყოს დაინტერესებული და
ამაზე მიუთითებს თუნდაც დიდი ბრიტანეთის ელჩის ასეთი ჩართულობა ზოგადად მიმდინარე მოვლენებში და მისი ახლო დაკვირვების ასე ვთქვათ ზედმიწევნით დაკვირვებას აწარმოებს აქ მიმდინარე საკითხებს. შესაბამისად არ მგონია რომ იქ რამე ინფორმაცია არ ქონდეთ ან რამეს მეუღურებ. ბოლო შეკითხვა ევროპარლამენტარების დაბრიფაზე, ანუ მათ უკეთ ინფორმირებაზე. ჩვენი პოლიტიკური კლასი ერთგვარად როგორ თქვა, ნოესკლიდობანია, მაინც და მაინც შეთანხმებულად არ გამოიყურებიან. ეს ხო არ არის დამაბნეველი, რომ ყველა თავის გზავნებს უგზავნის და იმ ადამიანებს საქართველოს გარდა ბევრი საქმე აქვს. ჩვენ წარმოგვიდგენია შეიძლება რომ საქართველოს აფყაროს ჭიპი, მაგრამ ასე არ არის და არავინ არ ზის ახლა მთელი დღე არც ერთი ევროპარლამენტარი რაც არ უნდა გულშემატკივრობდეს და ფიქრობდეს ყოველ დღე აი ახლა იქ რა ხდება და უყურებდეს იმედსაც და რა ვთქვა ტელეპირველსაც მაგალითად ხო? რა წილია იმაში, რაზეც ახლა ვლაპარაკობდით პოლიტიკური კლასის. იცით როგორ არის ჩვენ რეჟიმმა იმდენად აიღო ავტორიტარიზმისკენ და ერთპარტიული დიქტატურისკენ გეზი რომ აქ რომ ნებისმიერი კონსოლიდაცია იყოს მე ამას პირველი დღიდან ვამბობდი გასული წლის ნოემბრიდან რომ აქ რო იყოს რაიმე ფორმა კონსოლიდაციის აუცილებლად მათ წინააღმდეგ დაიწყება ამ თავის ასე ვთქვათ მოკვეთა შესაბამისად ერთი თვალსაზრისით ცუდია რომ ბევრი შეტყობინება მისდით ერთ საკითხზე და მეორე თვალსაზრისით ეს კარგია, იმიტომ რომ კონკრეტულ წყაროს ვერ ახშობენ, რომელიც კომუნიკაციაში იქნება, თუნდაც დასავლეთში ევროპარლამენტართან იქნება თუ ელჩთან იქნება თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, როდესაც მიდის ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია, მის საპირისპიროდ ძალთა ფრაგმენტაცია სულ არ არის ზუსტის გამოვლინება, ჩემი აზრით. იმიტომ რომ თქვენ ნახეთ, რომ მოუწიათ ყველა ოპოზიციური ლიდერის ან დაპატიმრება ან ქვეყნიდან გაძევება. ეს უკვე წარუმატებლობა არის რეჟიმის, იმიტომ რომ აქ რო იყოს ერთი ლიდერი, მოხდებოდა ამ ერთი ლიდერის დაპატიმრება, მე ამ ერთი ლიდერის დაპატიმრებით იქნებოდა ასე ვთქვათ საშინელი აპათია გამოწვეული, არა. აი დღეს ზურაბ ჯაფარიძე გამოვიდა, ხო? ხვალ სხვა ლიდერი გამოვა, ზურა ჯაფარიძე ბევრად ძლიერი გამოვიდა პოლიტიკურად საპრობილედან, ვიდრე შეიძლება შევიდა ის კიდევ უფრო გააძლიერებს ოღონდ წარმოუდგენლად ცინიკური და მე ვიტყოდი შემაძრწუნებელი ფაქტი მოუწყო რეჟიმმა მას როცა იცით რა არის შეთანხმებაზე 1 საათით ადრე მაისურით გამოაგდო გარეთ ფაქტობრივად ხო მაგრამ ესეც მოუწყო იმისთვის რომ მისი გამოსვლა არ გამოჩნდეს როგორც ძლევამოსილი და აქცენტი გაკეთდეს იმაზე რომ აი მაისურით გამოაგდეს ესე დაამცირეს და ასე შემდეგ ვერაფერი ვერ დაამცირეს მაისურით გამოაგდეს გამოუშვეს და წავიდა ჩაჯდა და ადამიანი დაეხმარა და პირიქით ხარდაჭერა ნახა და მეტი ყურადღება გამახვილდა ამიტომ ესეც პროპაგანდის ნაწილია რომ მაისურით გამოაგდეს იქ უთქვამს რომ სექსის ნაკლებობა არის და ასე შემდეგ ეს ამას არავინ აღარ ჭამს ეს ხო საბავშვო ბაღია ეს შეიძლება და 80-იანებში და 90-იანებში აეგდოთ ამით საზოგადოება ხო 2025 წელია ხა ვიღა იმას იზავს აყვება ამას რომ აი ზურა ჯაფარიძე თურმე დაამცირეს და მაისურით გამოუშვეს კუჭაში ეს ამცირეს არა შეიძლება უფრო აი როგორ გითხრათ დასაჯეს კიდე ზამყინვაში ადამიანი მაისურით შემთხვევით სტატის რო არ გამოევლო არაფერი აქვს პირიქით მე ჩემთვისაც არაფერი არ შეცვლა ვისთვის შეიცვალა ხა მაისურით გამოვიდა თუ უკაცრავდა ბუშლატით არაფერი გადავიდეთ რუსთაველის პროტესტზე თქვენ ამ პროტესტის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებით ყოველ შემთხვევაში ყველა ვისაც მე ველაპარაკები ასე მიიჩნევს შარშან ამ დროს და ცოტა მოგვიანებითაც ამ პროტესტის სხვა როგორ თქვა ტელევიზიონში კარწინკას ვეძახით გამოსახულება უფრო სხვანაირი იყო ხო და ამის წარმართელი ამ ამბავში ამ პროცესში მთავარი როლი ჯენზის ჰქონდა თავის თავზე აღებული სად არიან ახლა ისინი შვილები სად არიან აი იმედი გაუცრუგდათ არა ასე არ ვიტყოდი ახლაც არიან რუსთაველზე რა თქმა უნდა წარმოდგენილები ბევრი ახალგაზრდაა იქ მაგრამ ის კარწინკა აღარ გვაქვს რაც გქონდა შარშან
იცით რა არის ჯერ ერთი რეჟიმს და ზოგადად რუსეთს ყოველთვის ჰქონდა წარმოდგენა რომ ქართველები არიან ინფანტილური ემოციური ხალხი აფეთქდებიან გამოვლენ ირბენენ იყვირებენ იჩხუბებენ და ერთ კვირაში დაბრუნდებიან სახლში ეს არ მოხდა პროტესტი აღმოჩნდა გაცილებით უფრო ძლიერი თანმიმდევრული მედეგი ვიდრე წარმოედგინათ შესაბამისად უკვე ლაპარაკობენ საქართველოს მაგალითზე დემოკრატიის რეზისტენტულობის მაგალითებს და ამაში ჯილდოებს აწესებენ და ასე შემდეგ. პროტესტმა პირველ რიგში ეს წარმოდგენა დაამსხვრია. მეორე რაც ეხება უშუალოდ ახალგაზრდები მაინც საშუალო ასაკის ადამიანების მისახედი არიან, იმიტომ რომ მათ სჭირდებათ სწავლა. ბევრი ადამიანი მიდის უცხოეთში, ბევრი ახალგაზრდა მიდის უფრო გამოცდილება ალბათ სწავლა ახლა გლობალურ სამყაროში სახლში კომპიუტერიდან შეიძლება. კი, მაგრამ მე ვასწავლე უფროს კლასელებს და თითქმის 95-99% ერთეულები არის, ვინც ამბობს, რომ აპირებს სწავლის გაგრძელება საქართველოში. თქვენ თუ დააკვირდებით რეჟიმს პირველი დღიდან და მათ შორის მე ბატონ ივანიშვილს ამას უწუნებდი, რომ მას არასდროს არ შეუწყვია ხელი ახალგაზრდების დასავლეთში სასწავლებად გასაშვებად. როგორც ამას აკეთებდნენ თუნდაც სხვა სომეხი და კვიპროსელი და ასე შემდეგ ფილანტროპები. სხვათა სააკაშვილიც აკეთებდა დასაწყისში. სააკაშვილიც აკეთებდა, რა თქმა უნდა და არ გაუგზავნია არავინ საზღვარგარეთ. პირიქით, რაღაცა GDS-ი მოეწყო, მოხდა მათი აქ რაღაცნაირად დასაქმება, ხელფასლების მიცემა და ასე შემდეგ. ეს არასწორი იყო. იმიტომ რომ დასავლეთში წასული ახალგაზრდა არის საქართველოს დასავლური მომავლის საწინდარი. ამიტომ ეს პროცესი იმიტომ რომ გამოცდილებას იღებენ იქ და არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, ხომ? ეს გამოცდილება თავისუფლად ცხოვრების გამოცდილებას იღებენ და ღირსეულად როგორ უნდა მოექცე და ღირსეულად პატივი როგორ უნდა საკუთარ თავს ამას სწავლობენ. ავტორიტარული გარემოსგან განსხვავებით. შესაბამისად, დასავლეთში მიმავალი ჯენზი თუ რა თაობაც არ უნდა იყოს, რომელი ჯენერაციაც მაინც არის საქართველოს დასავლური მომავლისთვის სერიოზული კაპიტალი. ამიტომ მე არ ვარ მანდამაინც მოწოდებული, რომ მთელი ერთი წელიწადი ჯენზი ყოფილიყო ქუჩაში და არ ესწავლათ, არაფერი არ ექნათ და გათიშროდნენ მთლიანად სასწავლო პროცესს. არც ერთი დასავლეთში წასული და არც ერთი დასავლეთში განათლება მიღებული ახალგაზრდა არ არის ამ რეჟიმის ესეთი, ასე ვთქვათ, კაპიტალი. პირიქით, ყველა დასავლურად მოაზროვნე და დასავლეთში ნასწავლი ახალგაზრდა ამ რეჟიმისთვის საფრთხეა, ისევე როგორც ემიგრანტი. ამიტომ ის რომ ისინი გამოეკეტათ საქართველოში და სწავლა-განათლება არ მიეცათ, ისევე როგორც ევროკავშირს რო დაეწესებინა სავიზო შეზღუდვა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამით ბევრად უფრო იხეირებდა რეჟიმი, რომელიც ანტიდასავლურად არის განწყობილი, ვიდრე როდესაც მიმოსვლა გრძელდება, ურთიერთობა გრძელდება, სასწავლო წადი მოდი გრძელდება. ამიტომ მაგ ნიშნითაც რუსთაველზე დამდგარ ახალგაზრდას მე მირჩევნია დასავლეთში წასული ახალგაზრდა, რომელიც გაფაციცებით უყურებს იქიდან რა ხდება ქვეყანაში და ამ რეჟიმის მიმართ სულ უფრო და უფრო კრიტიკულად არის განწყობილი. გადამწყვეტ მომენტში ის ნებისმიერ დროს გავა იქ სადაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში სადაც სწავლობს და სადაც მუშაობს. ეს ჩემთვის არ არის რისკი. რისკი უფრო იქნებოდა, რომ დასავლეთს ჩაეკეტა მიმოსვლა, სტუდენტები დარჩენილიყვნენ როგორც მახეში და რეჟიმის პროპაგანდას ამოერიცხა მათთვის ტვინი. სხვათა შორის ჩემი გერმანელი მეგობრები, კოლეგები, ერთგვარად გაბრაზებულებიც კი არიან თავიანთ ჯენზიზე, თავიანთ ახალ თაობაზე, იმიტომ რომ მაგალითად ჩემი ერთ-ერთი ახლო მეგობარი ასე მიხსნის ხოლმე, რომ ამ ადამიანებს მოცემულობად გონიათ ის კეთილდღეობა, უსაფრთხოება, რაშიც გაიზარდნენ და სხვა არაფერი აქვსოვთო. და შესაბამისად, კარგად ვერ ხვდებიან ახლა რა ვითარებაში ვართ, ახლა რა მომენტუმია ევროპისთვისაც მათ შორის. წარმავალ თაობას ყოველთვის უჭირს აუღოს ზუსტად როგორ მოქმედებს მომავალი თაობა. აი თუნდაც ვერავინ ვერ იტყოდა, რომ გრიგოლ ორბელიანი არ იყო პატრიოტი, მაგრამ ილიამ ხომ უფრო სხვა გზით ატარა ქვეყანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს
ეს თაობათა ერთმანეთის გაუგებლობა ძალიან ისეთი სტრუქტურული და ძალიან მაგრამ ეს სხვა რამეა. იქაური ემპირიული კვლევებიც ადასტურებენ, რომ ახალგაზრდები ერთგვარად გულუბრყვილოები არიან პოლიტიკური პროცესების მიმართ. იცით თქვა მინდა, რომ აი მაგალითად ძალიან კონსერვატიული და ეტაბლირებული გერმანული გაზეთის Frankfurter Allgemeine Zeitungის კვირის გამოშვების ყდა ასე იყო, პირდაპირ ესე იყო, ერთ მხარეს შეერთებული შტატები, მეორე მხარეს ჩინეთი და რუსეთი და შუაში წარმოდგენილი ევროპა, როგორც ერთგვარად მტრულად განწყობილ ძალებს შორის მოქცეული. ბევრი შეერთებულ შტატებს პირდაპირ მოკავშირედ აღარ განიხილავს ევროპაში, ევროკავშირში. მოუხდათ ემანციპირება ახლა. ერთი მხრივ სამართლიანიც არის, დიდი ხანი იცხოვრეს ისე, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე მართლა არ უზრუნიათ. მაგრამ შემიკითხვა ასეთია, სად არის ჩვენი ადგილი ახლა ამ ისტორიულ დაპირისპირებაში? შერბილებულად მაინც დაპირისპირება დავარქვათ. სად არის ჩვენთვის აქ გამოწვევა ან შანსი? მე არ ხედავ, რომ დასავლეთში ამერიკას და ევროპას შორის იყოს დაპირისპირება. ყოველთვის იყო უკმაყოფილება ამერიკის მხრიდან, რომ ევროპა ნაკლებად იღებდა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, თუნდაც 2000-იან წლებში, 2010-იან წლებში. და უბრალოდ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ამას ძალიან ხისტად და უხეშად გასაგებად, აი ძალიან აი ესე როგორც უხეშად და გასაგებად ამბობს, რომ ევროპამ უნდა მიხედოს საკუთარ უსაფრთხოებას. დამთავრდა ცივი ომი, დამთავრდა, როდესაც ამერიკას ძირითადი ხარჯები უნდა გაეღო ევროპის უსაფრთხოების, ევროპამაც უნდა ნაკლებად სოციალური პოლიტიკა წარმართოს და მეტი უნდა დახარჯოს თავდაცვაზე და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ დასავლეთშიც ამ მიზნით რუსეთის როგორც საფრთხის განხილვა უფრო ნაწილობრივ გაბუქებული არის, იმიტომ რომ მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ესეთი დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს ამ წუთას. მაგრამ კარგია თუ ის იქნება აღქმული ძალიან დიდ საფრთხეთ, იმიტომ რომ მეტ მობილიზაციაში მოიყვანს პოლიტიკურ ელიტებსაც და ბიზნეს ელიტებსაც ევროპაში, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უამრავ ჯარისკაცს კარგავდა ენერგოუსაფრთხოებისთვის, უამრავ ჯარისკაცს კარგავდა და შეიარაღებას კარგავდა გლობალური უსაფრთხოებისთვის, ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ და ასე შემდეგ, მაშინ როდესაც ევროპა პირდაპირ შედიოდა ეკონომიკურ კავშირებში რუსეთთან და მეტწილად გახდა რუსეთზე დამოკიდებული. ამიტომ დღეს ვღებულობთ იმას, რომ უკვე ევროპამ დაიწყო სამხედრო მიზნებით გაერთიანება, ევროპამ დაამტკიცა გეგმა, რომლითაც აღარ იქნება რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებული, სრულიად სხვა პროცესს ვხედავთ. ეს ბევრად უფრო ძლიერს გახდის ევროპას და ბევრად უფრო ძლიერ ალიანსს ჩამოაყალიბებს ამერიკის შეერთებულ შტატებასა და ევროპას შორის, ვიდრე ის არსებობდა თუნდაც ცივი ომის შემდეგ, როდესაც ყველამ დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების ტაშის დაკვრა, რაღაც ამერიკულ ექსეპციონალიზმი აიყვანა რაღაც უმაღლეს ნიშნულზე და ყველაფერი გადაკიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ასე ვერ გაგრძელდებოდა და არც გაგრძელდება. შესაბამისად, მეტი მობილიზაცია საჭირო. იგივე პროცესი მიდის საქართველოში. ქართულმა საზოგადოებამ ნაკლები უნდა ჩვენ ხომ ვნახეთ ამ ერთი წლის განმავლობაში ამერიკის და ევროპის გარეშე რა შეუძლია ქართულ საზოგადოებას. აი ახლა დავაკვირდეთ, შეძლებს თუ არა ის საკუთარი ხერხემლის გამობმას. მე ვფიქრობ, რომ ძალიან რეზისტენტული აღმოჩნდა საზოგადოება, დაიბადა ბევრი ახალი ლიდერი, დაიბადა ბევრი ახალი მოძრაობა, დაიბადა ბევრი ახალი ჯგუფი, რომელიც აღარ ელოდება დასავლურ გრანტს, არ ელოდება დასავლელი დიპლომატის მხარზე, ასე ვთქვათ, შემოკვრას და არ ეუნება, რომ აი ჩემი იმედი გქონდეს და ჩემი იმედით იბრძოლე. არა. არც ამერიკა არ ჩანს, არც ევროპა არ ჩანს, თქვენ ხედავთ, რომ გარკვეული აბსტინენცია არის, ანუ გარკვეული სიჩუმე არის დასავლეთიდან, ქმედითი სიჩუმე და გეუბნებიან, რომ თქვენი იმედი გვაქვს. აბა ვნახოთ, რას იზამთ. ამიტომ ეს პროტესტი რუსთაველზე ატარებს არა მარტო შიდა პოლიტიკურ მნიშვნელობას, არამედ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. არ იქ საზოგადოება, საქართველოში ისეთი საზოგადოება, რომელიც იბრძოლებს ყოველგვარი გრანტის და მხარდაჭერის გარეშე დემოკრატიული ფასეულობებისთვის და იბრძვის. ამიტომ ჩვენ წერთ ახალ ისტორიას, წერთ ახალ რეკორდს ვამყარებთ
ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე. შესაბამისად, ჩვენი ადგილი სად არის? არის ევროპაში. და აი იმ კონსოლიდაციის საერთო სულისკვეთებაში მონაწილეობს არა რეჟიმი მათ და საუბედუროდ, არამედ დანარჩენი საზოგადოება. აი ნახოთ სადამდე მივალთ ის რომ საქართველოს გახდება ხა ტაჯიკეთი და თურქმენეთი საკუთარი პოლიტიკური წყობით ამისი წარმოდგენა მე არ შემიძლია, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება არასდროს არ ყოფილა პოლიტიკურად ისეთი მახასიათებლების მქონე როგორც იყო თურქმენეთი ან უზბეკეთი თუნდაც საბჭოთა დროს. პოლიტიკას უпростоრად ისტორიას იმ ხრივად წერთ რომ გადავდივართ ყურა ძალიან მალე მოვრჩებით დაგვაცადე რა საქართველოს გადადის სრულიად ახალ პარადიგმაზე აქამდე მოძრაობით მესიიდან მესიამდე ახლა მესია არ ჩანს ქართული საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა დავაფუძნოთ და გვაქვს უნიკალური მდგომარეობა როცა გვაქვს პროტესტის მოკავშირედ ფრანკი კარიერული დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტი რომელიც ცდილობს ამ ნოესკიდობანიდან რასაც მე პოლიტიკურ კლასს ვეძახი რაღაცის გამოყვანას ქარტიით და შემდეგ დროებითი მთავრობით შეგიძლიათ გასაგებად ახსნათ რა არის ეს დროებითი მთავრობა ისე რომ ყველამ გაიგოს მე არ ვიცი რა არის დროებითი მთავრობა ამაზე პასუხი არ მაქვს ჩემთვის მთავარი არის რეჟიმის დასრულება როგორ დასრულდება ეს რეჟიმი მათი კოლაბორაციით მათი ჩამოშორებით ხელისუფლებიდან რაღაცა დროებითი მთავრობის თუ ტექნიკური მთავრობის შექმნით რაღაცნაირად დელეგირებით პასუხისგებლობის ეს სხვა საკითხია საერთაშორისო ჩართულობით ეს მოსაფიქრებელი იქნება მაშინ როდესაც ისინი აღიარებენ რომ ასე ვეღარ გააგრძელებენ თუ ეს იქნება არჩევნების დანიშვნით და თავისუფალი არჩევნების ჩატარებით სადაც მონაწილეობას მიიღებს დანარჩენი პოლიტიკური კლასი დაკვირვებაში და მის უზრუნველყოფაში რომ იყოს სამართლიანი და თავისუფალი მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატები პარტნიორები თუ რა ეს არის მოსაფიქრებელი მაშინ როდესაც რეჟიმი დაიხევს უკან საბოლოოდ მივა საკუთარ დასასრულამდე მე ვფიქრობ რომ ის მიდის საკუთარ დასასრულამდე როგორც ქვეყნის შიგნით ასე საერთაშორისო თვალსაზრისით და ეს დღე აუცილებლად დადგება. რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს ის მისი მე არ თავიდანვე არ ვიყავი მომხრე რომ მთელი პასუხისგებლობა მასზე გადაკისრებული იყო იქნებოდა ეს პრეზიდენტ სასახლის არ დათმობა თუ ლიდერობა ამ პროცესის იმიტომ რომ მისი განეიტრალებაც იქნებოდა ზუსტად ასეთივე მარტივი რეჟიმისთვის შესაბამისად ის რაღაცნაირად გაზავდა ამ პოლიტიკურ კლასში და გაზავდა ამ პროტესტში მიუხედავად იმისა რომ ევროპის მნიშვნელობის დასთან ერთად იზრდება მისი მნიშვნელობაც იმ გაგებით რომ მას აქვს ის უფრო ევროპული დიპლომატია და ევროპული ყაიდის პოლიტიკოსია და იქ აქვს მეტი ნაცნობობა და მეტი საერთო ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებთან შესაბამისად ტრამპის პოლიტიკის პირობებში სადაც ევროპას ეკისრება მეტი ვალდებულება საქართველოს ურთიერთობების ასე ვთქვათ მოგვარების და საქართველოს რეჟიმთან ასე ვთქვათ გამკლავების მისი როლიც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე უფრო პროამერიკული და ამერიკული ყაიდის დიპლომატის იქნებოდა. აი ესე შევხედავდი ამას. მისი როლიც შესაბამისად არის ნომინალური იმ გაგებით რომ თუ რეჟიმი თუ ის არის ლეგიტიმური პრეზიდენტი და არ არის აღიარებული ეს რეჟიმი და მისი პრეზიდენტი და ასე შემდეგ ყოველ შემთხვევაში დე ფაქტო მაინც არ არის აღიარებული მათ ასე გულხორვალედ არიღებენ და ძირითადად ვიზიტები არა გულხორვალ და არასინამდვილეში. ხო, ასე ძირითადად ვიზიტები აქვთ უნგრეთში და სლოვაკეთში, სადაც ახლა იყვნენ სერბეთში ჩასულები და აზერბაიჯანში. ხო, აზერბაიჯანში აღარ ჩადიან ისეთ, აზერბაიჯანში ვფიქრობ, რომ უკვე შემოკრეს განგაშის ზარები, იმიტომ რომ აზერბაიჯანისთვის იქნება საკმაოდ დამაზიანებელი თუ საქართველოს დამყარდება ამ კატეგორიის რეჟიმი და ასეთი რეჟიმი არა მარტო პოლიტიკურად, არამედ იზოლირებული დანარჩენი სამყაროსგან. მე არ ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანი იყოს გაუხარდეს, რომ ან შეძლოს მთლიანად დამოკიდებული იყოს სომხურ ტრანზიტზე. ამიტომ
აზერბაიჯანის და თურქეთის, ისევე როგორც უკვე სომხეთი, აქ ასეთი იზოლაციონისტური რეჟიმის დამკვიდრებას არ მიესალმებიან და არც დაუშვებენ. მაგ მიმართულებითაც არ მაქვს პესიმიზმი. თქვენი როგორც პროფესიონალის დაკვირვებით, ქართული პოლიტიკური პარტიები ვილაპარაკეთ წერან, რომ რაც უნდა შეთანხმდნენ, როგორ შეცვალონ რეჟიმი. მათთვის ეს არის მთავარი მიზანი, როგორ ჩანს ახლა თქვენთვის გარედან. თუ კონკურენცია შიგნით, რომ პირველი ადგილი დაიკავონ ოპოზიციებს შორის. რა ჩანს ახლა თქვენთვის, რა სურათს ხედავთ? ისიც ეს ურთიერთშემავსებელი პროცესი არის, ისინი ვერ შეთანხმდებიან იმაზე, რომ პოლიტიკოსი მოწოდებულია იმისთვის, რომ გამოვიდეს საზოგადოების წინაშე და მეტი მხარდაჭერა ნდობა და ასეთი სიმპათია დაიმსახუროს. ასეთ ექსტრავაგანტურ ვითარებაშიც, რომელსაც ახლა ვცხოვრობთ, რომ მართავს ექსცენტრიკული მილიარდერი, რომელიც არაფრით არ არის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული. ეს ხო არ არის ტექნოკრატი, რომელიც იტყვის, რომ მე არა მაქვს არანაირი ამბიცია, მეტი ხალხი დამიკრავს დაშტუ ნაკლები. ეს პოლიტიკოსი მოწოდებულია, ის იმიტომ არის პოლიტიკაში, რომ მოწონს, როდესაც საზოგადოება მას მხარს უჭერს, მას ენდობა და მას აღიარებს. და ის შევთანხმდეთ, რომ ეხლა მე აღარ უხეშად ვიტყვი და ვიკეკლოცებ საზოგადოების წინაშე, სანამ ეს რეჟიმი არ შეიცვლება. ამას ვერ მოთხოვ, იმიტომ რომ ორგანულად ის იბძვის, იმიტომ რომ მას მეტი წვლილი ჰქონდეს რეჟიმის ცვლილებაში. ისე სასარგებლო იქნებოდა, ასე რომ ეთქვათ. მე ახლა აღარ ვიკარგებ. ხელოვნური იქნებოდა და ჩვენ ნახეთ, რომ პლატფორმა შეიქმნა, რომელმაც ვერ შეძლო ამის გაკეთება. ის ვიც ზოგი დაიჭირეს, ზოგმა წააგო, ზოგმა ერთობით მოიგო, ზოგმა ერთობით წააგო, ეს პროცესი, ეს დუღილი არ შეჩერდა არც ერთ წუთას. შესაბამისად, ზოგი საზღვარგარეთ არის და მასზე 10-15 წლიანი ის არის აღძრული საქმე, ზოგმა მაგალითად ლელომ ვერც ერთ ყველა შემთხვევაში, ასე ვთქვათ, რეჟიმმა ანგარიში გაუსწორა ლელოს და ფაქტიურად ბოლო ეს წარუმატებლობა იყო, როდესაც თქვა ცეცხლს უკიდებდა აგერ ბატონი ელისაშვილი, თუ ის იყო, თუ არ იყო, თუ ყოველ შემთხვევაში ასე გაავრცელეს და მანაც აღიარა და ასე შემდეგ. მისმა მეუღლემაც ეს იყო მისი ძალიან სერიოზული დარტყმა იგივე ლელოსთვის. ამიტომ ვის როგორ უსწორდება ავტორიტარული რეჟიმი დაშინებით, მოსყიდვით, დაჭერით, თუ რითი ფაქტია სახეზე. ამიტომ როცა ლანძღავენ პოლიტიკურ კლასს, ეს ნებსით უნებლიეთ რეჟიმის სამსახური. ამიტომ მე ამ მასში არასდროს არ შევდივარ. და იმის თქმაც, რომ აი ოპოზიცია რო ასეთი სუსტი არ ყავდეს, რეჟიმი ასე ვერ იქნებოდა, ამასაც არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ავტორიტარული რეჟიმის მთავარი ამოცანაა, რომ გაანადგუროს ოპოზიცია და როცა ამაში ხელს უწყობ, ესეთია საზოგადოება, როგორი პოლიტიკოსებიც ყავს და ხა სხვა ადგილიდან ვერ ჩამოვიყვანთ პოლიტიკოსებს და რაც შეეხება უბრალოდ პოლიტიკოსებია ისეთი, როგორიც საზოგადოება ყავს, ხო? რა თქმა უნდა, ერთი და იგივე ჩვენ მე არ ვიცახი, რომ ცუდიები არიან ან კარგები არიან. რაც ვართ, ეს ვართ. მეც ასეთი ვარ და ისინიც ასეთები არიან. რაც შეეხება მესიებს, თქვენ წარმოიდგინეთ 70 წლის განმავლობაში ბელადების კულტი იქმნებოდა და საზოგადოებას ფაქტიურად შეურყიეს ფსიქიკა იმით, რომ ერთი ადამიანზე იყო ყველაფერი დამოკიდებული იქნებოდა, სტალინი იქნებოდა თუ ხრუშოვი თუ ყველა ოთახებში ბრეჟნევი და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, თაობები აღიზარდა ამ ერთი ადამიანის განდიდებაში და თქვენ გინდათ რომ თქვა 20 წელიწადში ეს ფიგურალურად ვამბობ, თქვენ გინდათ რომ 20 წელიწადში აღარ იყოს ერთ კაცზე დამოკიდებული და პლურალური აზროვნება ჩამოყალიბდეს და ესე იგი კოლაბორაცია ხდებოდეს სხვადასხვა ერთმანეთისთვის მიუღებელ ლიდერებსა და პარტიებს შორის. ეს მე მგონია რომ ამ მიმართულებითაც ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგმა ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში. ისეთი ადამიანები დადგნენ ერთად და ისეთი ადამიანებმა დაიწყეს ერთმანეთთან საუბარი, რომ ვერ წარმოვიდგენდით ამას და მე მგონია რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება. თქვენ იყავით გულხურვალე მხარდამჭერი გადაწყვეტილებისა, რომ ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში. მეც ასე ვფიქრობდი. მაგრამ ახლა მხარდამჭერი არ ვარ. არ შევიდა მithმართ არ ყავით? მე ვიყავი მომხრე მუდმივად კონსოლიდირებული ოპოზიციის.
ანუ ან ყველა ერთად ან არავინ ან არავინ ყველა იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ რომ უკვე პარტიული პოლიტიკიდან გადავედით ისეთ პოლიტიკაში სადაც ეროვნული მასშტაბი მიიღო ამან კონსტიტუცია დაირღვა პირდაპირ აგრესია დაიწყო დიქტატურის დამყარება ასე დროს ახლა ცალკე პარტია რომ რაღაცას აკეთებს უფრო სუსტად გამოიყურება სხვა შეკითხვისკენ მივდიოდი და სინამდვილეში ამ კონტექსტში შეიძლება დავსვა თუმცა არ მსიამოვნეთ მაინც და მაინც სურადირჩი ჯაფარიძის დღევანდელი იმ ფაქტის გამო რაც მის ირგვლივ დატრიალდა მაგრამ მაქვს შეკითხვა და მინდა დავსვა ახლა ამ გადასახედიდან ისინი პარლამენტში უფრო სასარგებლო იქნებოდნენ თუ ციხეში როგორც არიან ისიც რა არის მათი ციხეში ყოფნა ასახავს იმ მდგომარეობას რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში ისიც რა არის ფასადურ დემოკრატიას ჯობია გამოცხადებული დიქტატურა ეს მე არ ფიქრობ რომ მათ რომ ეთამაშათ რაღაცა ფასადური ოპოზიციის როლი უფრო ეფექტურები იქნებოდნენ მე ყოველთვის ვფიქრობ რომ ყველაზე დიდი ძალა მაინც სიმართლეა შესაბამისად მე მირჩევნია რომ ზირაგირჩი ჯაფარიძემ თქვას რომ ყველაზე უფრო უსექსობა გაუჭირდა ციხეში თუმცა ეს ვიღაცისთვის იყოს რაღაცა ვულგარული ან არამოსაწონი ვიდრე მოიტყუოს და თქვას რომ ხატებით ლოცულობდა მაშინ როცა არ ლოცულობდა ხატმა ხო ეს ორი სხვადასხვა რაღაცა არის მე ვფიქრობ რომ ლიდერობა არის სწორედ ის რომ უთხრა საზოგადოებას სიმართლე 100%-ით შესაბამისად მისი ეს განცხადება ბევრად უფრო ლიდერშიპული და ასე ვთქვათ ლიდერის განცხადება იყო ვიდრე რომ ჯვარი ამოეღო და პიჯვარი გადაეწერა და შემდეგ ეკოცნა ამისთვის აი ასე ვხედავ ამ მდგომარეობას შესაბამისად მე ვფიქრობ რომ თუ არჩევნები არ არის თავისუფალი ამ არჩევნებში არ უნდა შეხვიდე იმიტომ ნახეთ როგორ რას ვამბობ ეს ცოტა საფრთხეს შეიცავს რომ არასწორად ვიყო გაგებული აი მაგალითად ვფიქრობ რომ თქვათ გავასაჯარო თუ ასე ვთქვათ როგორ არის ვიჩივლო თუ არა როდესაც არასწორი ჯარიმა დამიწეს ეს დიახ გავაპროტესტო თუ არა ხო არა სასამართლო ფორმალურად მიმართო თუ არა არა სასამართლო კი მე გავასაჩივრე მიუხედავად იმისა რომ არ მაქვს რწმენა იმის რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს მაგრამ მე მივყვები ყველა ფორმალურ პროცედურას რამდენი ჯარიმა დაგიგროვდათ ისე თქვენი მეუღლეც საპროტესტო აქციების მონაწილე 4 მე და ჩემ მეუღლეს 1 მე არასდროს არ გადავსულ ვარ გზაზე ეს ტყუილი ჯარიმებია სულ მე თქვენამდე ვერ მოვალ მხოლოდ 2 დამახვედრეს ბერლინდე როცა ბრუნდებოდი აეროპორტში და თან იმ დღეებში რასაც მე დავებიან ნამდვილად მუშაობდი Deutsche Presse Agenturasა და Deutschlandfunkისთვის საზოგადოებრივ რადიოსთვის. შესაბამისად რომ დაუბრუნდე იმ წინა თემას რომ დავასრულო. მე მომხდარა რომ გაყვე რეჟიმს ყველა ინფორმალურ პროცედურაში, სადაც მოახდენ მის მხილებას. მაგრამ თუ ამის მხილების რესურსი ამოწურულია, მაშინ იქ გაყოლა არის უკვე ტყუილი, რომელშიც მონაწილეობდა. აი ეს უნდა დაიცვას პოლიტიკოსმა, მე ესე ვფიქრობ, კარგად იმიტომ ძანეთ და მე გეკითხავთ. ხო, აი ეს არის. პროტესტს დაუბრუნდეთ ახლა ისევ თქვენი ერთ-ერთი მკაფიო მოსაზრება ყოველთვის ის იყო რომ ვიმოქმედოთ არსებული კანონის ფარგლებში. აი რაზეც ლაპარაკობდით იმის გაგრძელებაა ფაქტობრივად. ეს კანონები სულ უფრო სკურილური ხდება. მართლა ეჟენ იუნესკოს აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ. ტროტუარიც აღარ უნდა გადაკეტონ. აი რამდენი ხანი შეიძლება მივყვეთ იმას, რასაც თქვენ ურჩევთ თქვენს თანამებრძოლებს. თანამდე შეიძლება ჩავყვეთ ამ აბსურდში ანუ. ხო, მე ვფიქრობ, რომ მიზანი მაინც არის პროტესტის შენარჩუნება და არა რაღაცა ჰეროიკული ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ასეთ თავდადებას და თავგანწირვას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს და ძალიან დიდი სიმპათიით სარგებლობს. სხვათა შორის თქვენ პოზიციონირებთ როგორც გმირი, მაგრამ არიდებთ თავს კოლექტიურ პასუხისმგებლობას, ინდივიდუალური გმირობა გინდათ, ასე ვხედავ მე შორიდან.
და ანუ ყველამ თავისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამას ამბობთ ხო იმ კანონების ფარგლებში რაც მოქმედებს კი ასე ვამბობ იმიტომ რომ ვფიქრობ რომ სწორედ თქვენ რო ამბობთ რომ მესია და რაღაც ორგანიზაცია და პარტიებმა არ გაამართლა მე ვფიქრობ რომ სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება მაშინ როდესაც ის არის ძლიერი დამოუკიდებელი თავისუფალი ინდივიდების გაერთიანება შეთანხმებული მოქმედება ამიტომ მე რო ავიღო სხვაზე პასუხისგებლობა თუნდაც ჩემს სამეგობროზე ეს ხო დაასუსტებს პროტესტსაც და საზოგადოებასაც ამიტომ მე ყოველთვის ვამბობ რომ ჩემი იმედი არ გქონდეთ როგორც იმისი ვისაც საკუთარ პასუხისგებლობას გადააკისრებთ რაღაცნაირად ესე აღმოჩნდა რომ რუსთაველი საპროტესტო მოძრაობის სიმბოლოები, ნიშანხატები, ძირითადად ქალები არიან მაინც, ხომ გახსოვთ? ნანა მალაშხია ქალი ევროკავშირის დროშით, გოგონა, რომელიც კლიშჭაულით ფაქტობრივად შხაპს იღებს, მეორე გოგონა, რომელიც დროშით ავიდა პოლიციის მანქანაზე და მე უკვე ისეთ ვითარებაში ვცხოვრობ, სადაც ყველას თავს ეწისკვილის გვატრიალებს, რაღაცნაირად გამიქვავდა ემოციები ხშირად, მაგრამ აი ესეთ სცენებს როცა ვხედავ და ხშირად ასეთ სცენებთან ახლავს ხოლმე აზიარებენ ლადო ავასათიანის ძალიან ემოციურ ლექსს ძველად თურმე რო სამტრების უთვალავი ჯარები მოდიოდნენ რომ გაეღოთ საქართველოს კარები და ასე შემდეგ გული მიჩუქდება რამაც მერე ვახოლმე ამ საქციელში რომ ქალები ამ გმირობაზე მიდიან ის პრაქტიკული გაცვლა აღარ არის ჩემი აზრით რომ ქართველები მანდილოსნებს პატივსცემენ და პოლიცია უფრო მობიერად მოეპყრობა ყორას დედობილი რომელმაც თამუნა გიორგაძე ვინც ყორა და მისი დაძმები მუხათგვარდის სასაფლაოზე აღმოაჩინა თავზარი მეცემა ხოლმე იმ კადრზე როცა მახსოვს როგორ მიატრევენ პოლიციის მანქანისკენ როგორ აღმოჩნდნენ ქალები ამ შემთხვევაში სიმბოლოები მაინც წამყვან როლს ვერ ვიტყვი იმიტომ რომ მაინც ამაც კაცების არა ვართ თლად უნიათოები მათ მაგრამ რა რაციონალური ახსნა აქვს ამას აქვს რამე რაციონალური ახსნა რომ ამ პროტესტის თავარი სახეები მაინც ქალები არიან იცით რა არის მე ასე არ ვიტყოდი მიუხედავად იმისა რომ ხედავ ქალების განსაკუთრებულ თავდადებას და ყოველ შემთხვევაში დასავლეთის პრესაში წასული არის ძირითადად ეს ფოტოები უკეთ იყიდება შეიძლება უბრალოდ მაგალითად ადამიანი კაცი რომელმაც აიტანა დროშა ვახტანგ გორგასლის ძეგლზე იქ ლევან ჯობავა რომელმაც იარაღი წაართვა იქ ლევან ჯობავა ნამდვილი გმირია ო ამდენი ახალგაზრდა ბიჭი რომელიც პატიმრად არის და ნაცემი სახე ჩამტრეული რა თქმა უნდა ცუდად გამომივიდა თუ კაცების როლი დავაკნინე სხვა რაღაცას გულისხმობდი არც არ მინდა უბრალოდ აი ესეთ რაღაცა სექსისტური მასში წამევიდეს საუბარი რომ ხა ეს არ ნიშნავს იმას რომ მზია ამაღლობელი იქნება თუ ვინც როგორც კარი მე უფრო სხვანაირად შევხედავდი მე ყველაზე უფრო რაც ამ შემთხვევაში მაღეზიანებს არის ის რომ რეჟიმი განსაკუთრებით დაუნდობელია ქალების მიმართ სხვა წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით. აი ამას გულისხმობდი სინამდვილეში. ამის სიახლეც არსებობს რაციონალური. ამას ძალიან ცუდი ფსიქოლოგიური ახსნა აქვს, რომელსაც ახლა მე დეტალებში არ მინდა შევიდე. ყოველ შემთხვევაში პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებიდან დაიწყო ჩემთვის ამ რეჟიმის მართალი ბრძანდებით კი. და ესა რომ არ გამოიძიეს და მათ შორის ისეთ მანდილოსნებზე და ქალებს მე არ მიყვარს სიტყვა მანდილოსანი ისეთ ქალებზე რომლებიც უშუალოდ მათთან თანამშრომლობდნენ და უშუალო კავშირში იყვნენ ეს ჩემთვის არის ეს მაშინ დასრულდა გარკვეულწილად ეს სამმართველი წრე და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ქალებს რომელსაც ამის მიუხედავად გააგრძელეს საჯარო საქმიანობა ხო მაგას ეს ვისი რა საქმეა ჩვენი რა საქმე გარ არის მაგრამ თავარი არის ზოგი შეიძლება გამყდარი იყო ამას გულისხმობ აგრო სტრესია ამიშალოს ხალია თუ კაცი მეც ძალიან გამიჭირდებოდა საჯარო საქმიანობის გაგრძელება ასე რომ გავავრცელებინათ რამე ხო და მათ შორის აი ეს მოქცევა ქალების მიმართ ეს დაპირისპირება ძალიან დაუნდობელი აღმოჩნდა რეჟიმი ქალის მიმართ და ამას აქვს საერთოდ ახსნა და ეს ცუდი ავტორიტარული წახნაგებს იღებს და
სხვაჩვენს ამიტომ არის ხოლმე ხშირად ქალის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების მხრიდან, იმიტომ რომ ასეთ რეჟიმებს ძირითადად ახასიათებთ რაღაცა მასკულინური, რაღაც მამაკაცობრივი რაღაც სისასტიკე და მიდრეკილება, რომ მამაკაცური ნიშნით იყოს დამყარებული რაღაც წყობა. ამიტომ ქალის მიმართ მოქცევას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან და თუნდაც ის რაც ჩვენ ვნახეთ მზე ამაღლობელი შემთხვევაში მე არ ვფიქრობ რომ მან ქალბატონი უფრო დაიჩაგრა მორალურად ვიდრე ის პოლიციელი რომელსაც რეჟიმმა აიძულა რომ აი ესე ციხემდე მიეზდია ჟურნალისტისთვის ქალი ჟურნალისტისთვის ის მე მზიას პირადად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ ვფიქრობ რომ დარწმუნებული ვარ რომ ის აბსოლუტურად აგრძნობს თავს დაჩაგრულად პირიქით ფუბედურება ის არის რომ მთელი ქართული ოცნება ვერ ხვდება რამდენად სიმბოლურ დანაშაულს ჩადის რომ სახაროვის პრემიის ლაურეატ ქალ ჟურნალისტს აბრმავებს ციხეში ახლა ეს მზიას პრობლემა არ არის რეჟიმის პრობლემაა უფრო მე ასე ვუყურებ ისიც რა არის აი მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დანიშნეს მეორე დღეს ადამიანი ვინც თმებით ასე ვთქვათ ასე მოკაჩა თმებზე თუ რაღაცა ქალბატონს რა ვიცი ესეც რაღაცა ძალიან გაუგებარი არის ეს გაუგებარი არა ცუდად მეტყველებს მათ თქვენ პარლამენტთან ახლოს ცხოვრობთ თქვენს ბავშვობასაც იცავთ ასე ჯიუტად რომ გახართ რუსთაველზე ყოველ დღე ხო მე პირველი სკოლა დავამთავრე კლასიკური გიმნაზია და მთელი ეს რუსთაველი სულ ბრძოლის ველია ასე ვთქვათ დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოსთვის 80-იანი წლებიდან დაწყებული და მეგონი ლოგიკური გაგრძელება და ისიც რომ არ დადგე საფეხმავლობილი გზე ესეც უკვე რაღაცა ის არის პოლიტიკური გაკოტრება არის რეჟიმის ვიცი რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოპტიმიზმი რაღაცნაირად ოპტიმიზმის გავრცელება მაგრამ იმ თეორიულ შემთხვევაში თუ ახლა ამ ბრძოლაში დაუმარცხდით და თუ ეს შესაძლებლობების ფანჯარა აქვს რაც გვაქვს ჩვენ რაც რესპუბლიკას აქვს დაგვეხურა თქვენი აზრით რამდენი ხნით იქნება ეს რამდენი თაობით ეს რომ სამუდამო არ იქნება რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ მეც არანაკლები კატაკლიზმები გამოუვლია ამ ქვეყანას და თავისი არჩევანიდან არ გადაუხვევია არასოდეს მაგრამ აი ბოლო მაგალითად ის არის რომ ლამის ერთი საუკუნის სიზუსტით როცა წინა საუკუნის დასაწყისში რუსეთმა დაგვიპყრო და მას შემდეგ ფაქტობრივად გაანადგურა ქართული მოაზროვნე კლასი მაინც მოვედით აქამდე და მაინც ვიბრძვით იმისთვის რისთვისაც ისინი იბრძოდნენ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს თუ ეს ამ ფანჯრის დახურვამდე ვერ მოვახერხეთ ვერ მოვასწარით შესწრება იქ სადაც გვინდა ძალიან ცოტა ხანი ალბათ 5 წელი მაქსიმუმ ახლა უკვე დაჩქარებულია პროცესები ზოგადად ტექნოლოგიური ამბების და ამიტომ ძალიან დაჩქარებულია ის რაც მათ უნდათ რომ საქართველოს რაღაცა ისეთი რუხი ნაცრისფერი ელფერი შეიძინოს არც იქით არც აქეთ და ამის საფუძველზე მოხდეს რაღაცა ეს ვერ გაძლებს დიდხანს ძალიან სუსტია დღევანდელი თავანავე სოფლიოში ძალიან სუსტია ავტორიტარული ბუნება შესაბამისად ავტორიტარული რეჟიმი მომაკვდავები რეჟიმების კატეგორიაში არიან ჩემთვის და როგორც რუსეთი ისე ირანი ისე კიდევ უფრო აღმოსავლეთით მე ვფიქრობ რომ არაფერი ალტერნატივა არ აქვს თავისუფლებას იმიტომ რომ ტექნოლოგიას მოაქვს ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი ჩვენ იმდენად გამჭირვალეობას იმდენად უზრუნველყოფს მახსოვს 2014 წელს როდესაც შევიდა ყირიმში რუსული რეჟიმი მაშინ თქვი რომ მათ გააკეთეს საშინელი შეცდომა დაუშვეს იმიტომ რომ თითოეული ადამიანი აღჭურვილი არის ასე ვთქვათ ტელევიზიით და არაფერი არ ემალება
არაფერი არ იმალება და ამან მოგცა ის, რომ 2022 წლისთვის მთელი უკრაინა უკვე მზად აღმოჩნდა იმისთვის, რომ რუსეთთან ებრძოლა ასეთ დაუნდობელ და ხანგრძლივ ომში. და მთელი მსოფლიო აღმოჩნდა ამისთვის. და ისეთი, უცხო სიტყვას ვიტყვი, მისკალკულაცია, ესე იგი, ისე ვერ გათვალა რუსულმა რეჟიმმა რასთან აქვს საქმე, მანდაც არის სწორედ თაობათა გაუგებრობა. რუსული რეჟიმი საკუთარ თავშივე, როგორც ბრეჟნევის პოლიტბიურომ ფაქტობრივად გერონტოკრატია იყო და ისინი ვერ უღებდნენ ალღოს სიახლეს და ამან გამოიწვია გორბაჩოვის გარდაქმნა და ესეთი მყისიერი ჩამოშლა მთელი ამ სისტემის, ისინი ვერ უღებენ ალღოს, ის ყველა 70 წელს გადაცილებული ავტორიტარი არის ძირითადად უსაფრთხოების სისტემაში და უშიშროების სისტემებში მიღებული გამოცდილებებით და კავშირებით დაზვერვის და ეს არის ჯაშუშურ ქსელზე აგებული რაღაცა იდეოლოგიისგან დაცლილი სისტემა, რომელიც ცდილობს მართლმადიდებლური რაღაცა ის მოირგოს რაღაცა ნიმბი და რაც რუსული ნაციონალიზმი. როგორ შეიძლება რუსული ნაციონალიზმი წარმატებული იყოს რუსეთისთვის? რუსეთი, რომელიც ებრძვის უკრაინას, ის დასრულებულია თავისთავად. რუსეთმა დაასრულა თავისი იმპერიული ამბიციები 2014 წელს, როდესაც ყირიმის ანექსია გააკეთა. ამას მოყვა ჯაჭვური რეაქციები, შემდეგი პრობლემები წარმოექმნება ცენტრალურ აზიაში. ეს ჯაჭვურად დაარტყავს წრეს რუსეთს და სინამდვილეში ხელოვნურად შეკავებული დისინტეგრაცია ბევრად უფრო აჩქარდება. სხვათა შორის დღეს პუტინს ჰქონდა ეს ძლიური დიდი პრესკონფერენცია რო აქვს ხოლმე და ხალხსაც რომ ელაპარაკება და ეკრანზე, დიდ ეკრანზე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი შეკითხვები SMS-ით გამოაგზავნონ, რამდენიმე ძალიან კრიტიკული შეკითხვა გაეპარათ. მაგალითად, ეს ლაივია თუ რა სისულელე და დაახლოებით ეს რატომ გაგვირდა ყველაფერი ასე ნორმალურ ინტერნეტს როდის დაგვიბრუნებთ. ინტერვიუს ბოლოს იმ შეკითხვას დაგისვამთ, რითიც თქვენთან ჩემი ეს ინტერვიუ წარუდგინე ჩემს მაყურებელს. უпростоრად ანონსი შევთავაზე, რომ დღეს ჩვენ აქ შევხვდებით. რას ვაპირებთ? შედარებით შესაძლებლობის დაგვარად კონკრეტულად და დანამდვილებით რომ მითხრათ, ხვალიდან რას ვაპირებთ? ვაგრძელებთ პროტესტს. კიდევ? ჩემო მეგობარმა მკითხა სხვათაშორის წარმოადგენს ისეთ ინსტიტუციას, ძლიერს ბიზნეს ინსტიტუციას, შენო რას ფიქრობ, წარმატებით დამყარდება თუ არა დიქტატურა? მე ესეთი პასუხი ვთხარი, რომ მე არ მჯერა ამ ქვეყანაში დიქტატურის წარმატების, მაგრამ რომ სჯეროდეს, მაინც ჩემი ადგილი იქნებოდა პროტესტში. ანუ მე რო ვიცოდე, რომ აქ მაინც დამყარდება დიქტატურა, მაინც იმას გავაკეთებდი, რასაც ახლა ვაკეთებ. ეს არის ჩემი დღევანდელი ხედვა და რა შემიძლია თქვენ როდესაც ამბობთ, რომ რატო გამოდიხარ როგორც მარტო ადამიანი, იმიტომ გამოდია როგორც მარტო ადამიანი და იმიტომ ვდგავარ ტროტუარზე, რომ ეს ყველას შეუძლია რომ გააკეთოს. მე არც ტელევიზიებთანაც არ ვიძლევი ინტერვიუებს ძალიან ხშირად, მიუხედავად იმისა, რომ თხოვენ რომ მივიდე, არა იმიტომ რომ თავს ვიფასებ, არამედ იმიტომ რომ ვაჩვენო, რომ ჩემი ლაივით, ჩემი ტელეფონით, ჩემი ტროტუარზე დგომით სრულიად მშვიდობიანად, სრულიად ესე იგი დამყოლად, ასე ვთქვათ, როგორც თქვით, რბილის სიჯიუტე, ეს შეუძლია გააკეთოს ყველამ. ყველას შეუძლია რომ დაწეროს პოსტი საკუთარ სოციალურ ქსელში, ყველას შეუძლია რომ გადაიღოს ლაივი, როდესაც მარში მოდის, ყველას შეუძლია რომ გამოთქვას აზრი, ლაივი ან დაწეროს, ან ლაივი ჩაწეროს. ამიტომ ჩემი თამასა არის ძალიან ქვემოთ. და ძალიან ადვილი გასამეორებელი არის 2 საათი დადგე ქუჩაში იმისთვის რომ შენ ქვეყანაში არ დამყარდეს დიქტატურა და არ ჩამოყალიბდეს ანტიდასავლურ, ანტიდემოკრატიულ საზოგადოებად შენი ქვეყანა. ამაზე ადვილი მე მგონი არაფერი არ არის და თორსა ამას არ აკეთებ ეს ამას გამართლება არ აქვს, ასე ვთქვათ. ეს შიში უნდა დაძლიო. და მე ვცდილობ რომ ეს ჩემი დგომით ეს შიში რაღაცნაირად ადამიანებში შედარებით გაქარწყლდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მეშინია. მე არა ვარ ის ადამიანი, რომელიც იძახის, რომ არაფრის არ ეშინია და გმირია და ყველას ნაცვლად ის გადაარჩენს ამ ქვეყანას.
მეშინია გმირი არა ვარ, ყველას ნაცვლად ვერ გადავარჩენ ამ ქვეყანას. ყავს ოჯახი, მაქვს მატერიალური სირთულეები, ვალდებულებები, ყველაფერი მყავს ასაკოვანი მშობლები, ხედავ იმას, რომ შეიძლება ხვალ დამიჭირონ ერთი კვირით, ორი კვირით, მე ერთი წლით, ანუ მე რო გითხრა თუ არ მეშინია, ეს იქნება უაზრობა. ჩემი მხრიდან უჩვენებაში. კიდევ ერთხელ ამისთვისაც დიდი მადლობა და იმისთვისაც მაღლა რომ თქვით რომ ტელევიზიებში არ დადიხართ, დღეს მე მომეცით ინტერვიუ, მადლობა. გისურვებთ მალე გამოჯანმრთელებას და დაბრუნებას რუსთაველის პროსპექტზე. მე აგუშინებ და დღესაც მივდივარ. ნამდვილად სიცხიანი ვირუსიანი მაინც აპირებთ? რა თქმა უნდა. არც ერთი დღე არ გამიცდენია ეს ვირუსი რას უშლის. პირბადე მიკეთია, როდესაც მეგობრები ახლოს მოდიან. ან არ მოდიან. თორე დამიჭერდნენ პირბადისთვის. მადლობა. მომავალ კვირას, უпростоრად მომავალ პარასკევს აფსანძესთან სახლში სტუმარი იქნება მსახიობი ნატა მურვანიძე. ძალიან გამიხარდება თუ ჩვენს პლატფორმას, ჩვენს გადაცემას გამოიწერთ, გვიყურებთ ხოლმე. არც იმაზე ვიტყვით უარს, თუ ფინანსურადაც დაგვეხმარებით, როგორ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. ამ გადაცემის ლინკის პირველივე კომენტარში შეგიძლიათ ნახოთ. მადლობა თქვენი დროისთვის და კვირის ყველამ.